კვირის მნიშვნელოვანი თემები, ქუთაისის და იმერეთის რეგიონის პოლიტიკური ცხოვრება, განსხვავებული პოზიციები და დებატი პირდაპირ ეთერში. საინტერესო სტუმრები და ხალხის შეფასება ток-შოუში რადიაქცია. ყოველ ორშაბათს და პარასკევს 14 საათზე რადიაქცია swams კითხვებს, აანალიზებს პასუხებს და იღებს ვალდებულებას. პირველებმა შეიტყოთ ყველაფერი თქვენს ქალაქსა და თქვენს რეგიონზე. ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია. რა თქმა უნდა, რადიო ძველი ქალაქი. გადაცემის სპონსორია Geo Hospitalsi. Geo Hospitalsi და მის მართვაში მყოფი ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო გთავაზობთ მაღალ ტექნოლოგიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდს, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე. Talk-show-ს პარტნიორია სამშენებლო კომპანია Tobe. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღეს პარასკევია, უკვე შესრულდა 14 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია ток-შოუ რადიაქცია და ჟურნალისტი ნანო თვალაბიშვილი. ქუთაისში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, აშკარად სახეზე არსებული სახელისუფლო კრიზისი, დაპირისპირებული მხარეების საპროტესტო აქციებით დასაცავი თანამდებობები და სავარძლები ის რეალობაა, რამაც მთელი ქვეყანა დააფიქრა. ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია ოპოზიციური თუ ეგრეთ წოდებული ვიწრო კლანურ დაჯგუფებად მონათლული პარტიისგან საკუთარ პოლიტიკას ქუჩაში მასობრივი გამოსვლებითა და იმ საპროტესტო აქციებით იცავს, სადაც ნაცმოძრაობის მსგავსად გამოყენებულ ადმინისტრაციულ რესურსს ხედავთ და იმ მოწოდებებს საკრებულოს დეპუტაციის მხრიდან, რაც საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს. რა ხდება, რატომ ვერ ეღირსა ან არ აღირსა ახალმა ხელისუფლებამ საპარლამენტო სტატუსის ქალაქს მერი, რომელსაც რეკორდულ დროში ან გადაყენება არ მოუწევს, ან უნდობლობის გამოცხადება, ვინ ვის არაცლის მუშაობას და როდის თუ როგორ ამოიწურება ქუთაისში სახელისუფლო კრიზისი, ის კითხვებია, რომელსაც ток-შოუ რადიაქციის დღევანდელ გამოშვებაში გაეცემა პასუხები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც უნდა გაითავისონ დღემდე, თუ არ გაუთავისებიათ, რომ ქუთაისი მათი საკუთრება არაა და მის უკან მოსახლეობა ქალაქის მომავალი და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დგას. ток-შოუს რამდენიმე ბლოკად წარმოგიდგენთ. ეთერს პირველი გახსნის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, რომელმაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება შეუწყვიტა და ქალაქი აღმასრულებელი პირის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე დღეა. მოგესალმებით ბატონო თამაზ. დავიწყოთ ყველა იმ მიზეზით, რამაც თხის წესრიგში დააყენა თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება, რომ უფლებამოსილება შეგეჩერებინათ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლისთვის. მოგესალმებით, ქალბატონო ნანა, მივესალმები რადიო მსმენელებს. დიახ, რამდენიმე დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გავათავისუფლეთ მერის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი შოთა მორღულია. ამის მიზეზი იყო სხვადასხვა. პირველი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ბატონი შოთას დამოკიდებულება საკონკურსო საატესტაციო კომისიისადმი, მისი წევრებისადმი და კომისიის გადაწყვეტილებებისადმი, რომელსაც გაუკეთა სრული იგნორირება, არ მიიღო სათვალავში, ვთქვათ, არ ჩათვალა კომისიის წარდგენა რაიმე მიმართ და უარი განაცხადა იმ ხალხის დანიშნულში. ეს იყო ძალიან ცუდი ქმედება ბატონი შოთა მორღულიას მხრიდან. გარდა ამისა, როდესაც ბატონი შოთა ჩამობრძანდა ქუთაისში და მქონდა მასთან მე პირველი შეხვედრა, ნამდვილად ურწმენად გეუბნებით, რომ მე მას შევთავაზე ყოველმხრივ ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა მანამდე ურთიერთობა ის როგორც მინისტრის მოადგილე იყო და მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მქონდა ნორმალური ურთიერთობა. მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და ვთვლიდი. და როცა ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, მე შევთავაზე იგივე გაგვიგრძელებია, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტები გაგვიკეთებინა ჩვენი ქალაქისათვის და უკეთესი მომავალი ქონოდა ჩვენ ქალაქს. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში ეს თანამშრომლობა ცოტა გვერდზე გადაიწია და გახდა ერთპიროვნული მმართველობა ჩვენი ქალაქისა, რაც გამოიხატა, რამდენიმე მაგალითს ვთქვი, რაც გამოიხატა შემდეგში, რომ ის ერთპიროვნულად წვითავდა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, ერთპიროვნულად წვითავდა კადრების საკითხს, ერთპიროვნულად წვითავდა სხვადასხვა დებულებაში ცვლილებების შეტანა, სად უნდა გაუმჯობესებული იყო და გამაგრებული იყო სამსახურის უფლებამოსილება და სად უნდა შემცირებული იყო და ასე შემდეგ. მე ყოველ შემთხვევაში ამას ვხედავდი, რამდენჯერმე მქონდა მე მასთან საუბარი და ვთხოვე და ვუთხარი, რომ ბატონო
ცოტა ფაქტის წინაშე დამაყენებთ, იმიტომ რომ მე ვარ საკრებულო და მე ვალდებული ვარ ვიცოდე წინასწარ თუ თქვენ რა ცვლილებებს გააკეთებთ კიდათ ბიუჯეტში, ბიუჯეტის მიმართულებით და კიდათ სხვადასხვა დებულებების თუ პროგრამების თუ პროექტების მიხედვით მეთქი. მან რა თქმა უნდა ეს მიიღო და მითხრა რომ კარგი რომ მომავალში იქნებოდა ჩვენი თანამშრომლობა, მაგრამ აქედან რამდენიმე დღეში ზუსტად ერთი საკითხი იყო, დღეს ვფიქრობდი და გამახსენდა ზუსტად ეს საკითხი. ბატონი შოთას ინიციატივა იყო, როდესაც მე ჩავედი და გავდიოდით ამ საკითხს, ეს იყო ბატონი შოთას ინიციატივა, მე დავეთანხმე, კი ბატონო, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ამ საკითხთან, მით უმეტეს თქვენი პოზიცია ასეთი არის მეთქი და 2 დღის მერე გებულობთ, რომ არის სხვა კუთხით გამოსული ეს საკითხი დასამტკიცებლად. და როდესაც ვკითხე რომ ბატონო შოთა ჩვენ ხო შევთანხმდით მეთქი, მან მითხრა რომ ღამე ქონდა შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიცვალა პოზიცია და ხომ შეიძლებოდა რომ ჩავაგეყენებინეთ საქმის კურსში მეთქი და ამით ამოიწურა ეს ჩვენი დამოკიდებულება. ასე რომ ეს იყო რამდენიმე მიზეზი, რამაც გამოიწვია. გარდა ამ მიზეზებისა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, ეს ნაბიჯი საკუთარი თანამდებობის და იმ პარტიის მხედველობაში მაქვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოზიციების დაცვაც ხომ არ იყო, რომ წასულიყავით ვა-ბანკზე, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ დასაკარგი აღარაფერი დარჩა ამ კონკრეტულ პარტიას და მომდევნო კვირას იგეგმებოდა თქვენი უნდობლობის საკითხის დაყენება და მანამდე იძულებული გახდით, რომ საკრებულოს ქუთაისის მერიისთვის ტექნიკურად შეესრულებინა, ესე რომ ვთქვათ. აი მაგაზეც მოგახსენებთ, ჩემი გადაყენების საკითხი ეს არ ახალი თემა არის და ეს უკვე კარგახარია ფიგურირებს და კულუარებში მოიაზრება. ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მომდიოდა საუბრები, ესეთი შიგა საუბრებიდან ინფორმაცია, რომ ეძებდნენ და აგროვებდნენ მე-12 და მე-13 ხმებს. რა თქმა უნდა, იანვარში ეს უფრო გამოიკვეთა, რადგან უკვე 12 მოძებნილი იყო და მე-13-ზე მიდიოდა, რა თქმა უნდა, ბრძოლა და მოლაპარაკებები და რა თქმა უნდა ეს მე-13 ხმაც მიიღეს და ამის შემდეგ შემოდის განცხადება კანცელარიაში, ეს ხდება წინა კვირაში, თუ ამ კვირაში აღარ მახსოვს ზუსტად. სადაც დეპუტატების ერთი ჯგუფი ითხოვს ჩემს თანამდებობიდან გადაყენებას და განმარტებითი ბარათი ახლავს, რომელიც არის სრულიად აბსურდული ბრალდებებით, მე ვიტყოდი ამას ბრალდებებით და როდესაც ვკითხებ ერთ-ერთ დეპუტატს თუ რა არის ეს რამ დაგაწერიათ მეთქი თუ ვისი მოფიქრებული არის თქო, ერთ-ერთზე მითხრეს რომ ეს არის ბატონის შოთას აზრი, რომ თითქოს ძირითადად რა იყო ბრალდებებში? ბრალდებებში 3 პუნქტი იყო ძირითადად ჩემზე. პირველი ის იყო რომ მე თურმე არამიზნობრივად და არაგონივრულად ხარჯავ ბიუჯეტს, საკრებულოს ბიუჯეტს, რაც გამოხატეს მაგალითად იმაში, რომ სოციალური მუხლი, რომელიც გააჩნია საკრებულოს, სოციალური მუხლიდან მე გავეცი მატერიალური დახმარებები თანამშრომლებზე არა მიზნობრივად და არაგონივრულად. როცა თანამშრომელზე იცემა მატერიალური დახმარება, ამის არამიზნობრივობას მე ვერ ხედავ. იმიტომ რომ ეს სოციალური მუხლი არის სწორედ გათვლილი თანამშრომელთა მატერიალური დახმარების კუთხით. მერე მოყვანილი ქონდათ ასეთი ფაქტი, რომ თითქოს გადავამეტე გეგმას. გეგმა არ არსებობს მატერიალური დახმარების. მატერიალური დახმარება როცა ჭირდება თანამშრომელს, რომელსაც მართლა ოჯახში აქვს მცირე შემოსავალი ხელფასი, რომელიც როცა 5 სულიანი ოჯახია და 1 სული მოშორს ჩვენი თანამშრომელი, ეს მცირე შემოსავლიანად ითვლება. და როცა დაჭირდა მას ეს დახმარება, მაშინ გაუკეთე, მით უმეტეს რომ იმ ხალხიდან 7 კაცს აქვს თუ არ ვწდები 7 კაცს აქვს გაწეული მატერიალური დახმარება აპარატში, იმ 7-დან 3-ს ნამდვილად ვიცი და სპეციალურად მოვატანიე ფორმა ასე რომ ჯანმრთელობისათვის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ჭირდებოდათ ეს თანხები. ასე რომ აქ არამიზნობრივი და არაგონივრული არაფერი არ ყოფილა. მით უმეტეს რომ გასულ წელში, როდესაც მატერიალური დახმარებიდან, ანუ სოციალური მუხლიდან მატერიალური დახმარებები გავეცი ბატონ ლევან კირკიტაძეზე და ბატონ დავით დვარძე და სხვადასხვა სხვაზე, არც ეს არ გამოუხატია პროტესტი, რომ
რატომ გაეცი და რატომ აიღო ეს მაშინ არაგონორული ხარჯა. მაშინ ყოფილა გონორული ხარჯა, თუ კი თვითონ მიიღო იმ ხელის მომწერებმა და თუ სხვას მივეცი, მაშინ ყოფილა არაგონორული. აქ ცოტა გაუგებრობა არის და აი ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. მეორე ბრალდება, რომელიც იყო, რომ თურმე საკითხები, როდესაც შემოდის ჩემთან განხილვაზე, გინდათ საკრებულოს განსახილველი საკითხები და გინდათ წერილები, რომლის ბრძანებებიც მე უნდა გამოუშვათ და ამზადებს, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი და უნდა შემოვიდეს ჩემთან პროექტების სახით, თითქოს ბეჭდვითი შეცდომების გამო ვაბრუნებ უკან. განმარტება, როცა მოთხოვე ბეჭდვითი შენიშვნები რა არის, ესე წერტილ მძიმის გამო ვაბრუნებ უკანო. და ამით ხელს უშლი მერიას მუშაობაში. არასდროს წერტილ მძიმესათვის და არც გამოტოვებული ასოსათვის ეს უკან არ დაბრუნებულა. დავაბრუნდება იმ შემთხვევაში, როდესაც მე არ მაქვს უფლება უკვე შევასწორო ის, რისი პრეროგატივაც არის მხოლოდ და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების. როდესაც პროექტი, რომელსაც წარმოვიდგენს აღმასრულებელი და არის შეცდომა, დაუშვათ მისამართში, დაუშვათ სახელმწიფოში, დაუშვათ დასახელებაში, დაუშვათ პროექტის დასახელებაში წერია მაგალითად გამაგრებითი სამუშაოების პროექტი, აქ წერილში მიწერენ რეკონსტრუქციის პროექტს და განცხადებაში კიდე სხვა მისამართი წერია. ამის შესწორების უფლება მე არ მაქვს და ასეთი საკითხები დავაბრუნე უკან, რა თქმა უნდა, რომ შეასწოროს მერიამ და წარმოვიდგინოს სრული სახით. ამის გარდა იყო კიდე ერთი საკითხი, ერთი დაბრუნებული თემაზე გეტყვით კიდე, რომ შემოვიდა აუქციონზე გასატანად წერილი, რომ ერთი ნაკვეთი უნდა გასულიყო, უпростоრად არ ეწერა ნაკვეთი, წერილში ეწერა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება. გადავამოწმე, გადავხედე და საჯარო რეესტრის ამონაწილში ეწერა სკვერი. დავაბრუნე უკან და დავავალე, ვთხოვე მერს, რომ წერილი და პროექტი შესაბამისობაში მოსულიყო საჯარო რეესტრის ამონაწილთან, იმიტომ რომ რაც წერია საჯარო რეესტრში, ის უნდა იყოს სწორედ დაფიქსირებული წერილშიც და ის უნდა იყოს ბრძანების პროექტშიც. აი ეს ხარვეზები იყო, რომელიც დარწმუნებულია, რომ არ არის ბეჭდვითი ხარვეზები, რომელსაც ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, რომ შესულიყო და მიიღო სრულყოფილი სახე. მესამე ბრალდება რაც იყო, თითქოს მე შემოდგომაზე, გასულეთის შემოდგომაზე შეპესე მადლი მგონი აღარ მახსოვს, არაკანონიერად, არ უკანონოდ გამოუყავი მათ ადგილები, ქალაქში 20 ადგილი. მე მაშინვე უთხარი და შევახსენე, რომ სანამ ეს დოკუმენტი ჩემთან შემოვიდა, განსახილველად და საბოლოო სახით მისაღებად, მანამდე მერიის 7 მაღალი თანამდებობის პირს ჰქონდა ხელი მოწერილი. ესენი არიან არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ქონების პარტიის სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, იურიდიული განყოფილების უფროსი, მერის მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი. ესე იგი ამ ხალხმა ჩათვალა, რომ ეს იყო კანონიერი. შემდეგ შემოვიდა ჩემთან და მე დავავალე აპარატს და აპარატშიც იურიდიულმა სამსახურმა განიხილა და დაადო ვიზირება, რომ კანონი არ ირღვევა. და გამოდის, რომ მე თუ მოვაწერე ამ 7-8 კაცის შემდეგ ხელი, მე ვყოფილი ვარ დამნაშავე და სხვა ისინი არც ერთი არ იყო დამნაშავე. მით უმეტეს მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც მაშინ წარმოადგინა ეს საკითხი, ბატონი კოტე ლომიძე დღეს დაწინაურებული არის და სამსახურის უფროსი არის სამხარეო ადმინისტრაციაში. თუ ის დანაშაულისათვის დაწინაურებენ იმ ხალხს, მაშინ მე დანაშაულისათვის რატომ მებრძოლ ვერ გავიგე? ბატონო თამაზ, მე მაინტერესებს, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ, კანონთან შესაბამისობაში არის თუ არა გამართული მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ცნობილია, თავიდან შოთა მურღულია დაინიშნა თქვენივე ბრძანებით და იქ იყო ერთი სიტყვა კონკურსამდე, ეს ცხადია, რომ კონკურსი არ გამოცხადებულა ქუთაისის მერობის მანძიებელთან დაკავშირებით და მაშინ მაინტერესებს სამართლებრივად რა არგუმენტზე დაყრდნობით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. სამართლებრივად ეს ჩემი გადაწყვეტილება და ჩემს მიერ გამოცემული ბრძანება არის სრულყოფილი. მე გუშინ უსმენთ სხვადასხვა პირების გამოსვლებს და ცოტა მეკვირდა და მითხრეს მე თვითონ არ მომისმენია, მაგრამ მითხრეს, რომ თითქოს იურიდიული განყოფილებიდან გააკეთეს კომენტარი, რომ ეს ბრძანება, ამ ბრძანების გამოცემის უფლება არ ჰქონდა, რადგან არ იყო საკრებულოს ხტობა ჩატარებული. ასეთი მე თვითონ არ მომისმენია,
მაგრამ მითხრეს რომ ასეთი კომენტარი იყო გაკეთებულიო. მინდა შევახსენო ყველა იურის თუ მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნას არ ჭირდება საკრებულოს ხდომა, მაშინ რატომ ჭირდება განთავისუფლება საკრებულოს ხდომა? ეს არის არ ვიცი, აბსურდული ბრალდება. და სხვა მხრივ შეფასება ეს კანონიერი იყო თუ უკანონო იყო, ამის უფლება აქვს ერთადერთი სასამართლოს, რომელიც გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონიერი არის თუ უკანონო არის ჩემი გამისმიერ გამოცემული აქტი. სხვა არც ერთ ადამიანს არ აქვს შეაფასოს მისი კანონიერება თუ უკანონობა. ბატონო თამას დასასრულს როგორ ფიქრობთ, იძიებს თუ არა შორს ქუთაისის მერია და ამ შემთხვევაში იმერეთის გუბერნია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის რანგში ვეღარ მარტო თვითმმართველობის ორგანო და მოახერხებს თუ არა საკრებულო საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვებას. არ ვიცი, მაგ კუთხით ვერაფერს ვერ გეტყვით, მე არავით არ მოლაპარაკებებს და არავით არ საუბრებს და არ ვაწარმოებ არც ერთ დეპუტატთან, ეს მათი პრეროგატივა არის და სხვა შორის მათი თვისება არის, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ, დაპირებები აწარმოონ, ვაჭრობები გამართონ და ასე შემდეგ. მე ასეც არ გამიკეთები არასდროს და არც გავაკეთებ, დაველოდები და ნახვა რა გადაწყვეტილებას მიიღებ. დიდი მადლობა რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას. თოქ-შოუს ფსანელებს კი შევახსენებ, რომ გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ გველოდება ქუთაისის მერიის უფლებამოსილება შეჩერებული მერის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი შოთა მურღულია. დაგველოდეთ, მალე დაუბრუნდებით ეთერში. გრძელდება თოქ-შოუ რადიაქცია. მომდევნო ბლოკის სტუმარია ქუთაისის მერიის უფლებამოსილება შეჩერებული მერის მოვალეობის შემსრულებელი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოებამ ქუჩაში გამოსული და იმ საპროტესტო აქციაზე მყოფი იხილა, სადაც შოთა მურღულიას თანამდებობაზე აღდგენას ადმინისტრაციული რესურსის უდიდესი ნაწილი მოითხოვდა. მხარდამჭერებთან ერთად მოგესალმებით ბატონო შოთა. სასიამოვნოა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას, დავიწყოთ. ხომ არ გეჩვენება წარმოუდგენლად, რომ იყოთ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ამ პარტიას ქვეყანაში პოლიტიკა მიჰყავს, თუნდაც ვიწრო კლანურ ჯგუფებად მონათლული დაჯგუფება, ესე ვთქვათ, აქეთ-იქეთ. აქცია გაიძულებთ რომ იაროთ და საკუთარი თანამდებობა ყოველ შემთხვევაში თქვენ დაფიქსედით მერიის წინ აქციაზე და საკუთარი თანამდებობა ამ შემთხვევაში დაიცვათ ქუჩაში. როგორ უყურებთ ამ პროცესებს, რაც დღეს ხდება ქუთაისში? შე პირველი უნდა გამომართოთ ის პროტესტი, რაც გამოხატული იყო, არანაირი შეხება მე მასთან არ მაქვს. საზოგადოებიდან და იმ შეკრებიდან იყო მოწოდება და მათ სურდათ, მე დაახლოებით 2 მოწოდებაზე მაინც თავი შევიკავე, მაგრამ როცა საზოგადოება ითხოვს, რა თქმა უნდა, ყველა საჯარო მოხელე თუ არასაჯარო მოხელე, ჩემი აზრით, კარგია რომ გამოჩნდეს და პასუხი გაცეს ამ ადამიანების პროტესტს. იგივე ძალიან კარგი იქნებოდა თუ მეორე მხარეც გამოვიდოდა და ამ ხალხს აუხსნიდა თუ რა გადაწყვეტილება მიიღო და რატომ მიიღო ეს ყველაფერი. რაც შეეხება მმართველი პარტიის მხარდაჭერას თქვენ იცით და რა თქმა უნდა მე მაქვს მეგობრობა, მაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა მმართველ პარტიასთან, რადგან ამ პატარა ვიწრო კლანურმა დაჯგუფებებმა დაინახეს ეს ყველაფერი, დაინახეს ჩემი გუშინ წინდელი ბრიფინგიდანაც, რომ თურმე ეგეთი კარგი იანვარი არც ერთ წელს არ ყოფილა, საუბარი არის როგორც შემოსავლები ბიუჯეტში დაფიქსირდა და თქვენ იცით თუ სადამდე მიიყვანეს მათ წინა წელს ეს ყველაფერი, რომ ძალიან დიდი გარღვევით დამახვედნენ ბიუჯეტი, რომელიც ასევე დავაფინანსეთ, რომელშიც ასევე ფინანსის სამინისტრო დაგვეხმარა, ჩამოირიცხა თანხები, არც ერთი მიზნობრივი მნიშვნელოვანი პროგრამა არ შეჩერებულა. აი ეს ყველაფერი დაინახეს, რომ არის მხარდაჭერა, მოდის ახალი პროექტები, არის ახალი დაფინანსება, ის თქვენ თეთრშიც გქონდა ჩვენ საუბარი, რომ შეიძლება ქალაქმა 6 მილიონი დაკარგოს, ერთი თეთრი არ დაუკარგია და ეს ჩამოვიდა და ამათმა დაინახეს, რომ თურმე შეიძლება ყველაფერი ეს ელექტრონულ დოკუმენტ ბრუნვაზე გადასვლა, ელექტრონულ აუქციონზე გადასვლა, რომელიც თურმე 15 დღის ნება ყოფილა საჭირო, რომ ეს ყველაფერი ან ქონებები, სკვერები და ასე შემდეგ ან არ გავიდეს, ან რაც გასაყიდია ეს გავიდეს ელექტრონულად, გავიდეს ისე რომ არ იქნება რომელიმე საჯარო მოხელეც, მათ შორის არც შოთა მურღულიას გადასაწყვეტი, ვინ რას როგორ მიიღებს იქ და ესაა გამჭვირვალე ფორმა. ამ ყველაფერით რა თქმა უნდა მათ იგრძნეს და საფრთხე იგრძნეს, რომ მათ შეიძლება თავიანთი ინტერესები ამ ქალაქში დაკარგონ და მიიღენ აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად. მე წამოღებული მაქვს ეს ბრძანება და თუ გინდათ გეტყვით რომ ესე იგი საკრებულოს თავმჯდომარე რაღაც ესეთი მითიურ დაპირისპირებებზე საუბარობს. მე გახმიანებულ ამ შემთხვევაში გაჟღერებულ პროდუქტებზე. აბსოლუტურად ყველაფერს გავცემთ მასწავლებლად. რომ გავცნობობით 8 პუნქტიან ჩამონათვალს ამ შემთხვევაში. ეს არის 1 პუნქტიანი ჩამონათვალი, მინდა გითხრა. ეს 1 პუნქტიანი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ მიზეზად თუ რაიმეს მიზეზად ასახელებს ჩაწეროს ბრძანებაში. 8 პუნქტი ნახეთ.
აი ეს მაინტერესებს უბრალოდ და მართლა იყო თუ არა ეს მაინტერესებს ბატონშოთა კომუნიკაციის პრობლემა, არათანხმდრილი გადაწყვეტილებების მიღება მერიასა და საკრებულოს შორის ამ შემთხვევაში და როგორ ფიქრობ დაასწრო თუ არა თამაზ მარგველაშვილმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ იმ პროცესებს რაც უნდა განვითარდეს მომდევნო კვირის ქუთაისში მე ხედველობაში მაქვს რომ არსებობს უმრავლესობა დეპუტაციის მხრიდან რომელმაც ადვილი შესაძლებელია დააყენოს საკრებულოს თავმჯდომარის უნდობლობის საკითხი ფაქტია რომ ამით ქალაქი დაზარალდა მოსახლეობა და რეალურად სახელმწიფო კრიზისი გვაქვს და დღემდე არ აყავს პირველი მოდი პირდაპირ თქვა ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება იქნებ დავაკონკრეტოთ თქვენ რას უკავშირებთ და იმიტომ რომ ოპონენტები აცხადებენ რომ თამაზ მარგველაშვილი არც ისეთი მოთამაშე არის რომელიც აი წონასწორობიდან გამოდიოდეს არ იღებდეს ნაკლებად იღებდეს ემოციურ გადაწყვეტილებას იქნებ მითხრათ ვინ არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი მე მინდა გითხრათ რომ ის რა ბრალდებებსაც ისინი საუბრობენ აბსოლუტურად ყველაფერზე შემიძლია პასუხი გავცე მაგრამ ის თუ აი ეს ბრალდებად მიაჩნიათ ბრძანება აქვს გამოცემული და ჩაეწერა ესე იგი ვერ ამყარებს ამ ყველაფერს და იცის რომ ეს აბსურდები არის რასაც საუბრობენ რაც შეეხება მიზეზი რაც მოყვანილი იყო ნუ ცოტა სასაცილოა და ეს ქალაქი დაამსგავსენ ამ ადამიანებმა სასაცილო რაღაც ცირკს რომ ესე იგი თურმე ვერც ერთი მერი ვერ აკეთებს თავის საქმეს რამდენი მერი შეცვალეს ვერ აკეთებს და მხოლოდ ესე იგი საკრებულოს თავმჯდომარე არის ვინც ყველაფერში მართალია და ვერც ერთი მერი მას ვერ თანამშრომლობა მორალურად ხომ უნდა დაუსვა შენ თავს კითხვა რომ იქნებ შენშია პრობლემა იქნებ შენშია როგორ ახლა არავინ არ გამოჩნდა ისეთი რომ ესე იგი მოსაწონია სტატისტიკა უნდა მივაწოდე თან ბოლო პერიოდში ყველა არის მართული ძალისგან მიერ კი ბატონო ეხა ამათ ხონდათ ესეთი დადგმული მოდელი აქვს რომ თითქოს დანიშნავდნენ მართველი პარტიის მერს მე აკეთებინებდნენ რაც მათ უნდა და რაც გამორიცხულია შოთა მურგულიასთან მინდა პირდაპირ გითხრათ რომ არავის მე სავაჭრო მაგიდასთან არ დაუჯდები და ამ ქალაქის ინტერესებს არ გავყიდი ან არ დაუთმობ თუ გინდ მცირე პოლიტიკური რამისთვისაც გამორიცხულია ეს და დაინახეთ ეს ყველაფერი რომ თორმე კაი ერთი თვე ვაცადოთ ორი თვე ვაცადოთ იქნებ წამოვიდეს ეს ესეთი სავაჭრო მაგიდასთან რა თქმა უნდა მე არ წამოვალ სავაჭრო მაგიდასთან და გამორიცხულია და მე მივიღე გადაწყვეტილება მე წამოვედი ქუთაისში არც თუ ისე პატარა თანამდებობიდან ორჯერ ნაკლებ ხელფასზე ჩემი პირადი დიდი პასუხისმგებლობა ქუთაისის პირველი პირი ამ შემთხვევაში იბატონო და ნამდვილად მოტივირებულად წამოვიყვანე ჩემი ოჯახი და ჩემი ოჯახი ცხოვრობს ქუთაისში მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ვთქვათ ნორმალურად წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბე მე ჩემი პირადი ცხოვრება ქალაქ თბილისში წამოვედი და მივიღე ეს გადაწყვეტილება და მივიღე ზუსტად იმიტომ რომ მე ვარ ქუთაისელი მე მიყვარს ქუთაისი მე მიყვარს თითოეული ქუთაისელი და ამ ადამიანებს ეს ყველაფერი არ უყვართ მოდი გავიაროთ ეხლა რა მიზეზებს მეუბნებიან თურმე არ აქვს კომუნიკაცია საკრებულოსთან და ზოგადად ხდება მარტო ამ შემთხვევაში დეპუტატი მოდით რა როგორ შეიძლება იცით ახლა მე არ მიყვარს პიროვნული შეურაცხყოფები მაგრამ ხმა ისინი მე პიროვნულად მეხებიან ხო მოდი პირდაპირ თქვა ვინ არის პირველი პირი თვითმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე სირცხვილია რა საკრებულოს თავმჯდომარე იმას რომ ამბობს თუნდაც სტუმრები მოდიან და მას არ ხვდებიან ისვამთ ამ კითხვას პირველი პირი თუ ხარ ესე იგი შენ არ გაღიარებენ სტუმრები პირიქით უნდა დამიძახოს სტუმარი რო იქნება რომ აგერ სტუმარი მოდის პირველ პირს ხვდება და ჩაერთე ჯერ ერთი ან მინისტრი იყო ჩამოსული და თქვენ თუ გინდათ ამოიღეთ ეს კადრები და ნახეთ სულ თხოვდი რომ ბატონო თამაზ ერთად გამოჩნდეთ ბატონო თამაზ ერთად გავაკეთოთ ბატონო თამაზ ეს გავაკეთოთ არა ეხა როდესაც გავა 10 დღე და არც შეხმიანება არაფერი არ არის კიდე რაღაც ვალდებებს ამბობს და მიხვდით ისეთ რაღაცებს ამბობს რომ ესე იგი ბიუჯეტი თურმე მე ავაგზავნე და მასთან არ იყო შეთანხმებული გადალოცვილებო საკრებულო იმისთვის ხარ და საკრებულოს თავმჯდომარე რომ წაიკითხო დოკუმენტს თუ არ კითხულობ ეხა რამდენი წერილი ავა მერიიდან საკრებულოში იმდენი წინასწარ უნდა ავიდეთ და ჩამოვიდეთ დაგვიანებით ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა დრო არ ქონდათ საკმარისი და ფაქტიურად წავკითხა ბიუჯეტი დაამტკიცა ქალაქმა გადაედოთ და დაემტკიცებინა ჩვეულებრივად არადაირად დაგვიანებული არ იყო და ამ ბიუჯეტზე საერთოდ რა ლაპარაკობენ კანონი ხო უნდა წაიკითხო მუხლი ხო უნდა წაიკითხო ამ ხელა თანამდებობები რო გიკავიათ აი მარტივად გეტყვით ხდება აპელირება აი ვაჭრობის თემასთან დაკავშირებით რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დასკვნილება შეუძლებელი მე მაინტერესებს ბატონო იქნებ დავაკონკრეტოთ რა სიტყვენ აქ მხოლოდ თამაზ მარგველაშვილში არ არის პრობლემა მის უკან ცხადია კონკრეტული პიროვნებებიდან და კონკრეტული პარტიული ძალა რა სიტყვენ მაშინ ეს ადამიანები და რაზე არ წავიდა შოთა მურგულია მე გეტყვით ახლა თემებს ზოგადად
ჯერ ერთი რომ ეხა თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილება არ არის ეს და ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი პირდაპირ მინდა რომ ეხა 2 დღე გავიდა და მართლა ვიგრძენი რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეს ადამიანი, იმიტომ რომ მას აიძულებენ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც არც ჩემი აზრით დიდი სურვილი ამისა არ აქვს. თუმცა ნუ კარგი გასაგებია და ის პოლიტიკურად ვერ დგამს იმ ნაბიჯს, რომ თქვას რომ არა და დავასრულოთ და მივცეთ ქალაქს განვითარების საშუალება. ვერ აკეთებს ეს ადამიანი. როდესაც ეხა გუშინ წინ დილით შემოდის ჩემთან და საერთოდ არაფერს არ მეუბნება იმაზე, რომ თურმე ჩემ გადაყენებას აპირებს. ჯერ ამორალი არის ეს. ხო? აი რა არის მორალია ხამაში რომ მე მივხვდი ახლა რაცაა მორალი რომ უცებ დაურეკეს 9 საათში უნდა გამოეცა წარმოიდგინეთ საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსი რომ ეთქოს რომ აზე არა ვარ საერთოდ დოკუმენტი არ გამოგვიცი ეს ახლა პატარა დოკუმენტია ვინმეს ესე იგი ქალაქის მერის მოვალეობის შესრულება ჩამოართვა ესე შენთან კაბინეტში და ვიღაცის ზარებით უნდა გააკეთო ეს ყველაფერი აი თუ გინდათ ეს დოკუმენტი უბრალოდ მინდა რომ დავასრულო ეს დოკუმენტი ახლა წარმოიდგინეთ მუხლი რომელიცაა მითითებული მცდარია ტყუილია აქ რაც მიზეზია მითითებული ამის გამო ბატონი თამაზი გაანთავისუფლებს კომისიის თავმჯდომარედ საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება ესე მას შეეშალა აბსოლუტურად ყველა წერილი მაქვს წამოღებული აბატონო რა მომწერეს რა მივწერეთ 12 აი მიგვრეთ 12-ში მომწერა 27 ნოემბერს მომწერა და არაცნობა იმ ადამიანებს და ვალდებულება ქონდა რომ ეცნობებინა და აქეთ როგორ მაბლებს თან პლუს 20 ადმინისტრაციული აქტი გამოსულია და ის ჩამოაშორენ კომისიის თავმჯდომარეობას მე ამაყი ვარ რომ მათ ვერ მოძებნეს ვერაფერი ჩემი 2 თვენახევრის ქმედებაში გარდა იმისა რომ თვითონ რაც დაარღვიან ის დამაბრალონ მე აგერ არის ჩემგან მიწერილი წერილი ბატონ თამაზ მარგველაშვილს ახსნილია რომელი მუხლის რომელი პუნქტის თანახმად ეს წერილი მაგ აქ რაღაც თვენახევრით ადრე მიღებული თუ რაიმე ქმედება უნდათ რას ელოდებოდნენ რომ ქალაქში დაეძაბათ სიტუაცია ვერ მიიღებენ ამას პირდაპირ გეუბნებით ბატონო შოთა ჩვენ შევეხეთ კომისიის თემას კომისია რომელიც თავიდანვე ამ კომისიას მოყვა არაერთგვაროვანი შეფასება საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მკაცრი და ხისტი დამოკიდებულება თავის დროზე თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ როდესაც თქვენი დანიშვნის ბრძანება დაიწერა იქ იყო ერთი სიტყვა და მე წინა ბლოკში ჩვენ სტუმრად გვყავდა საკრებულოს თავმჯდომარე და მასაც დაუსვია შეკითხვა და გავმეორდები ამ შემთხვევაში თქვენთანაც იქ იყო ერთი სიტყვა კონკურსამდე ვადით დანიშნულს კონკურსამდე არის საუბარია კონკურსის შედეგად გამარჯვებულის გამოვლენა თუ კი არ გამოცხადებულა კონკურსი ამ შემთხვევაში როგორ ხდება მაშინ თქვენთვის უფლებამოსილების შეჩერება და რა სამართლებრივ არგუმენტს რა თქმა უნდა ამიტომ ამბობ რომ ესაა კანონდარღვევით მიღებული აქტი ჩემ დანიშვნის პლანებაში წერია რომ მე ვინიშნები კონკურსის შედეგად გამარჯვებულის გამოვლენილის დანიშვნამდე ანუ უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი თუ გამოცხადებოდა რა თქმა უნდა მოდივე მოქმედი კომისიის თავმჯდომარის შეცვლა რომ მოდივე დანაღმულ ველზე არ ყოფილიყო მერის თუმცა მათი წარმომადგენელი და გვარებს სახელებს ახლა აღარ დავასახელებ ამო თუ დანიშნაო მოხსნა რა პრობლემა რატო ამბობთ რომ არ შეუძლია მოხსნო მან მე დამნიშნა ვადით როგორ შეიძლება ვადაზე ადრე შემიჩეროს ახლა ცოტა რაღაც იურიდიული სიცხო უნდა გაიაროთ ამიტომაც ადგა და რაღაც მიზეზი რომ მოიყვანა მიზეზი რომ თითქოს მე ის რაც მან დაარღვია ის უნდა დამაბრალოს მე ხო რომელზეც მან პასუხი აგო კომისიის თავმჯდომარეობიდან საკრებულო გადააყენა ის ანუ მივხვდით ეს არის სადღაც 20 წუთში გაკეთებული თემა რომ ვერც თემა მოიფიქრეს ვერაფერი ეხლა აგროვებენ თითქოს რაღაც თემებს რომ სტუმრებს თურმე არ ვახვედრებდი მე სიცხვილე არა როცა შენთან უნდა მოვიდეს სტუმარი მე უნდა შეგახვედრო ორი თვით ადრე მე პირადად ამ შემთხვევაში ალბათ არ გამომივა თავისკება მაგრამ ორი თვით ადრე ვწერდი იმ რისკებზე რაც იყო მოსალოდნელი რატომღაც ფიქრობდნენ რომ ამ ყველაფერზე საკრებულო არ წავიდოდა და კონკრეტული ძალა არ წავიდოდა ორი თვის წინ მედიაში ამაზე კეთდებოდა აქცენტირება რომ ადვილი შესაძლებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარეს შოთა მურღულიასთვის პრობლემები შეექმნა. მათაც ჰქონდათ სურვილი რომ ესეთი ინფორმაცია ხშირად გასულიყო, რაღაც ესე იგი ინფორმაციებს თითქოს ჩემთან უშვებდნენ რომ შეუძლია ფიქრობს ბატონი თამაზი ამაზე რომ ესე იგი შოთა მურღულია შეშინებოდა და ვაიმე არ გადამაყენოთ და იქნებ დამტოვოთ თანამდებობაზე და წავსულიყავი რაღაც ისეთ საუბარზე რომელიც მე არ მეკადრება და ამ ქალაქს არ ეკადა. კიდევ ერთხელ ვამბობ შოთა მურღულიაზე არა აქვს საუბარი. ესენი არიან ქალაქში დესტაბილიზაციის და არეულობის მომხრეები. აი ამას აკეთებენ ესენი, თორე აქ არ არის პიროვნება შოთა მურღულიაზე საუბარი. აქ ქალაქზე და არ შეიძლება შენ ქალაქს ეგრე მოეპყრო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ხო აბსურდი გამოცეს. ის ხო როგორ 6, 7, 8 არ მოგწონს. ესე იგი მინახარ ეგეთი რომ არავინ არ მოგწონს.
სტატისტიკა მოითხოვე, წამოღებული პროექტი მოითხოვე ფინანსთა სამინისტროზე, ესე იგი მათი განცხადებები ამოიღეთ და ნახეთ, რომ კარგავს ქალაქი ფულს არ დაკარგა. კი ბატონო, ეხლა მე მარტო ჩემი დამსახურება არა, ამ ქალაქის სიყვარულია და ცენტრალური ხელისუფლების ხარდაჭერა, მაგრამ რაღაც პატარა აგური მეც დავდე იქ და ჩამოირიცხა ის თანხა, დაბალანსდა ბიუჯეტი. მაქსიმალურად რაც შეიძლებოდა თანხების მობილიზება გაკეთდა წინა წელს იანვარში შემოსავალი იყო გაცილებით მეტი ვიდრე 13 წლის იანვარში იყო 12 წლის იანვარში იყო ტენდერები გამოცხადებული როცა 24 ქონდა ჩარჩან გამოცხადებული 48 ტენდერი არის ღირებულებით ორჯერ მეტი არის გამოცხადებული კონკურსები არის გამოცხადებული ანუ საპროექტო სამუშაოებზე მაგ საუბარი ანუ დაინახეთ მათ რომ თურმე შესაძლებელია თურმე კეთდება თურმე ღამის 2 და 3 საათამდე მუშაობა შეიძლება შაბათ-კვირის ჩათვლით შეიძლება მერიაში იყოს ტემპი რომ ადამიანები ხვდებოდნენ რომ შეიძლება მართლა კეთდება არავის ინტერესით არ კეთდება ხო ანუ რაღაც პირადი ინტერესები არა ეს ვერ აიტანეს მათ რა თქმა უნდა და ბატონი თამარ სამწუხაროდ გამოიყენეს ამაზე ხელის მომწერად აი ბატონო შოთა ვრცელდება ინფორმაცია რომ თქვენსა და იმერეთის გუბერნატორს შორის არის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა და იგივე ადამიანები კონკრეტული პარტიები პოლიტიკური დაჯგუფებები და ისინი ამბობენ ნაციონალური მოძრაობაც ამ შემთხვევაში საუბრობს ამაზე და მე უბრალოდ მაინტერესებს რომ და მათი ვერსია ესეთია რომ პატრიოტების ხელით მოხდა შოთა მურღულიას დასჯა იმერეთის გუბერნატორისგან როგორ ფიქრობთ როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს და რამდენად არის ჯანსაღი დამოკიდებულება და კოორდინაცია არსებობს ადამიანები, ვისაც ესე იგი შეთქმულების თეორიები უყვარს. მოდი ახლა ვთქვათ და ყველა ვიყურებს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახლა ამ ქალაქში რო ეს შეთქმულების დიდი თემები უყვართ, გასაგებია. მოდი ახლა ვთქვათ, რომ ეს რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობიდან მოდის, ხო? იმიტომ რომ მათ აწყობთ ეგრე, რომ ჩვენ შორის იყოს დაპირისპირება. მე და ზაზა მეფარიშვილს, ბატონ ზაზას, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი ვერ გვექნება, იმიტომ რომ ორივე ვდგავართ და ჩემი ჩამოსვლის წინაც, როცა მე ზაზა მეფარიშვილი გავიცანით, თბილისშიც შევხვდით, ასე იყო, ორივე ვიყავით გახარებული, იმით რომ როგორ ემთხვევა ჩვენი აზრები ქალაქთან მიმართებაში ამ ყველაფერს. ეხლა ეს რა თქმა უნდა, უნდათ მათ ინფორმაცია ესეთი გაავწელონ, ჩვენ ხო დღე არ გავარო, 3-4 ჯერ არ გქონდეს შეხვედრა, საკითხებს გავდივართ იქ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რა როგორაა მოსაგვარებელი ვინაწილებთ, რომ იქნებ ბატონი ზაზა დამეხმაროს, იქნებ მე რაღაცაში ჩემი გამოცდილებით დავეხმარო. ეგეთი კარგი ურთიერთობა მე არ ამგონია, რომ ორ საჯარო მოხელეს შეიძლება გქონდეს. ამასთან ერთად ეხლა მინდა რომ ეს ნაციონალური მოძრაობა ავცელებს ეხლა გასაგებია და ალბათ იხსენებენ ეს თავიანთი წარსულიდან მოდის მივხვდით ანუ ადამიანი როგორც შენ წარსულს უყურებ რაღაც შეიძლება მოგელანდოს იქ ხო როგორც მათ შორის იყო რომ ესე იგი გუბერნატორსა და მერს შორის იყო დაპირისპირებები რაღაცებს ვერ იყოფდნენ რაღაც საკმაოდ დიდი ინტერესები რაღაცა ერთმანეთს კვეთდნენ ეხლა ზუსტად იგივე რაღაც უნდა თქვან აქეთ ხო რას ნიშნავს ესე იგი მეც ცენტრალური ხელისუფლებიდან ვარ მხარდაჭერილი ბატონი ზაზა რა თქმა უნდა არის გუბერნატორი როგორ შეიძლება ხა ჩვენ შორის რაიმე კონფლიქტი იყოს ან თუ რო ყოფილიყო თეორიული დაშვება რომ ეს ახლა რაღაც ვინმე არ გაიგებდა ან ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით ან ცენტრალური ხელისუფლება არ ჩაერეოდა ამაში ეს აბსოლუტური აბსურდი მაგრამ ეს აწყობთ რომ ახლა რაღაც მოაბან აქედან კუდი იმიტომ რომ ძალიან კარგად იცი რომ ამ გადაწყვეტილებაში ეს არაა მარტო პატრიოტების მიღებული გადაწყვეტილება ესაა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კონსულტაცია გავლილი გადაწყვეტილება აი ეს არის მხოლოდ პატრიოტები ამ შემთხვევაში და ნუ ეხლა მათ როგორც ახლა მე პირდაპირ თუ მეთქვით ახლა ჯერ მოდი ვთქვათ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით ხო მე არ ვხები თბილისის ორგანიზაციას იმიტომ რომ ვიცი რომ რამოდენიმე ძალიან კარგი ადამიანი არის იქით მაგრამ ქუთაისის ორგანიზაცია და ვინც არიან ეს ხალხი და რაც არიან, ყველამ ძალიან კარგად იცის, ესენი არიან ერთ-ერთი ნაციონალები. ეხლა თითქოს გაიყვნენ, რომ რაღაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვნენ, არა, მე პირდაპირ მინდა აყურებელს უთხრა, ეს ერთ და იგივეა. ეს ერთ და იგივეა და ისინი ესე იგი სადაც იქნება შედარებით ბინძური თამაში, ისინი ერთად შედიან ამ ყველაფერში. აქ კიდევ ერთხელ ამბობ, შოთა მურღულიას არც სამსახური გაუჭირდება, არც შემოსავალი გაუჭირდება და თავისი შრომით და გონებით შეუძლია ისო თავის ოჯახს პრობლემა არ შეუქმნას და უფრო მეტი შემოსავალი ქონდეს ვიდრე მერის მოვალეობის შესრულებაზე, მაგრამ როცა გება საკითხი, რომ ქალაქის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი მიმართული, მაშინ ამის ნახევარხელფაზეც ვიმუშავებ და გეტყვით და არ მივცემ ეს საშუალებას ამ ადამიანებს, რომ ადგენდა და ეს ქალაქი ისე მართონ, ისე იმწუმპეში ყავდეთ წინა წელს რაღაცები არ შესრულდა ხა საკრებულოს თავმჯდომარე ხარ პირველი პირი ვის აბრალებ ამას შენ ხარ პირველი პირი და შენ არ იღებ პასუხისგებლობას ამ ყველაფერზე კიდე ესე იგი კანონში ხო უნდა ჩაიხედო როცა ესეთ განცხადებას აკეთებ რომ თურმე შოთა მურღულიას დიდი მადლობა რომ ბევრი თანხა გამოუყო როცა ის იყო მინისტრის მოადგილე კი ბატონო ნამდვილად იმ კომისიაში ყოველთვის მე გამოვირჩეოდი იმისთვის რომ ქუთაისისთვის რაც შეიძლება მეტი გაკეთებულიყო და მე რატო არ დაიხარჯაო
შოთამურგულიას ბრალია. კანონი ხო უნდა ჩაიხედოს შოთამურგულიას როგორც მინისტრის მოადგილეს უფლება არა აქვს ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში. დანაშაული არის. და შენ როგორც პირველ პირს, თვითმმართველობის პირველ პირს, შენ სხვას აბრალებ ამას? აი ბატონო შოთა საუბრის დასასრულს მივდივართ შეფასებასთან, რა შეხედავთ გამოსავალს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ფაქტია რომ ქალაქი ჩიხშია. მე მინდა ერთი ინფორმაცია შემთხვევაში. ეხლა მე ამოვიღე ესეთი ინფორმაცია, რა გადარიცხვებია გაჩერებული ზუსტად ამ ადამიანის გადაწყვეტილების და იმ პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილების მხრიდან, ხო? მე შემიჩერეს მოვალეობის შესრულება, თან ეს მოხდა 9 საათში, ხო შეეძლო თქვა რომ 3 დღე არის და იქნებ რაღაც ისე დარეგულირდეს, არა ეს ხელგულზე გააკეთეს და არ მგონია რომ რამე მოიგეს, აი მიკვირს კიდეც, ახლა ესეთი პოლიტიკური სიბეცე ხო არ უნდა გამოიჩინო რომ ესე იგი აამხედრო ყველა შენ წინააღმდეგ და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ეს არის აი გადარიცხვები, რომლებიც იმიტომ რომ შემდეგ დაავალეს მერის მოვალეობის შესრულება, ვიცემერს რომელსაც უარი განაცხადა ამაზე და შეიტანა განცხადება, არც ერთი ვიცემერი არ თანხმდება ამას, ანუ რეალურად კოლაფსამდე მიყავთ. რეალურად აი რას ფიქრობენ? რომ ეს ვინმე სასარგებლო იქნება, ეს იქნება ქალაქის საზიანო, ამ ქალაქს ერთი დღე არა. ბატონო, აგერ გეტყვით მაგალითად სოციალურ დაუცველი მოქალაქეთა სამედიცინო ხარჯები, რომელიც ყველაფერი ჩემს მიერ გავლილი იყო და უნდა გადაირიცხოს ხალხს ოპერაციები გასაკეთებელი გაჩერებულია. მედიკამენტებით პროგრამა გაჩერებული, იმიტომ რომ ხელის მომწერი აღარაა მერიაში, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს თანხა გადაირიცხოს. მე კიდე ერთხელ მოვუწოდებ სამსახურს და მე დავდივარ მერიაში და ყველა იმ სამსახურის უფროს ვეუბნები, რომ თქვენი საქმე გააკეთეთ. ნუ გააკეთებთ იმ ჯგუფის ინტერესს ნუ გაატარებთ რომ ადგენს და ესე იგი პარალიზება არის მათთვის იმიტომ რომ მათ დაინახე რომ ჯაჭურად ეს ყველაფერი წინ მიდის არა მათ უნდათ რომ ისე უკან წამოვიდეს მათ უნდათ რომ ისე ძველებურად მართონ აგერ აი ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით უყურეთ 106,000 ლარია გადარიცხული წარმოგიდგენიათ ის კომპანია ეხა რა მდგომარეობაშია რომელსაც მუშებს ხელფასი უნდა მიცეს ვინა ამაზე პასუხისმგებელი აიღონ პასუხისმგებლობა ამაზე და ესეთი გამოსვლებში ახლა ცოტა მიკვირს რომ გუშინ ტელევიზორს თქვა უყურებდი და ამბობენ შოთამურგულია ამ განცხადებების გაკეთებას ურჩევნია საქმე გააკეთოს მაცდი საქმის კეთებას მოვალეობის შესრულებას მიჩერებდა რა საქმე უნდა გავაკეთო მითხარი აი ამას რო იტყვი ახლა ხო მოლაპარაკების მაგიდასთან დასკვნას ის თან უნდა დავიდე მოლაპარაკების მაგიდასთან მითხარი ამ გადაწყვეტილების მიმღებთან როგორ განვითარდება ბატონო შოთა მოვლენები ქუთაისში ქალაქი და ქალაქის მოსახლეობა ამ დაპირისპირებით ზარალდება ამ შემთხვევაში ხო? იქნები გეუბნები შეიძლება განათება გაითიშოს ხახა გადასარიცხვი. გარკვეული ოპოზიციური ძალა კაბინეტიდან მართავს პოლიტიკურ სიტუაციას ამ შემთხვევაში. რაში ხედავს გამოსავალს ამ დროს საუბარია გარემოცვის გუნდის არაკვალიფიციურ სიტუაციაზე ამ შემთხვევაში საკადრო პოლიტიკის სიმწირეზე თუ აი იმ დილემის წინაშე მივიდათ რომ ქართული ოცნებამ ნაადრევად ჩაიბარა ქვეყნის მართვა. მოდი ესე ვთქვა, ჯერეთი ქართული ოცნება ჩაიბარებს და მე დიდი იმედი მაქვს თვითმმართველობის მართვას არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს ეხა ეგეთი განცხადებები არასწორია. კი ბატონო, ქალაქს უწევს და ვინ უკეთებს მე პარალიზებას ხალხო? ვინ უკეთებს? ქართული ოცნება ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, რომ ყველაფერი კანონიერად უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება შენ ერთხელ უკანონოდ რაღაც მოაგვარო, მე მიეჩვევი, რაც მოვიდათ ნაციონალურ მოძრაობას, თორე თავიდან არც იმათ არ უნდათ ის სისხლისღვრები, ხო? მაგრამ თავიდან რომ დაელაგებინათ, წავიდნენ უკანონობაზე და როცა მიდიხარ უკანონობაზე, მე უკვე რთულია გაჩერდე იქ და აღარ არის იქ უკვე ზღვარი. ჯობს დალაგდეს, ესაა არჩევნები და არჩევნებამდე ეს ქალაქი არის მისაყვანე. და ამაში პირდაპირ უყურებ, ხო რომ ეს ახლა რა უნდა გაკეთდეს კი ბატონო. რომ ამოიწუროს ეს კონფლიქტი და რომ თანხებიც გადაირიცხოს, სამუშაოც აღდეს, კიდევ ერთხელ ამბობ, აქ საჭირო არის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თორე სამსახურები მუშაობენ. საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აგვარებს ამ პრობლემას. პირდაპირ გეუბნებით, ვერ აგვარებს, არ არის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვინც ხელს მოაწერს დოკუმენტზე. არ არის. თუ ვერ აგვარებ და ხარ პირველი პირი, ჯერ ხომ უნდა გეყოს შენ თვითონაც გამბედაობა, რომ თქვა რომ აი შემეშალა დავედი შემეშალა, დავაუქმე ეს გადაწყვეტილება. ან არის მეორე რომ თქვენი ციტო პროცესია დაძრული როგორც მე ვიცი საკრებულოში და საკითხის დაყენება იქნება ეს ერთ-ერთი გამოსავალი რომ თამას მარგველაშვილს გამოუცხადოს მდობლობა. გეტყვით რომ მე ჩამოვედი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ სამეურნეო თემატიკა ჩამებარებინა და ხალხის პრობლემები მომეგვარებინა და არა ამ ვაქხანალიაში ჩართულიყავი. იძულებული გამხადა, აი უყურეთ რა გააკეთა.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოსავალი არის, მაგრამ ეს საკრებულოს მისაღები გადაწყვეტილებაა და მე არ ვერევი საკრებულოს ურთიერთობებში. რაღაცას რომ მეუბნები ან ისეთი განცხადება იყო, რომ თურმე ზოგთან კარგი ურთიერთობა ქონდა საკრებულოს წევრებთან და ზოგთან ცუდი. რომელი საკრებულოს წევრს უნდოდა ჩემთან შეხვედრა, ან რამე თემის გავლა პარტიული ნიშნის გარეშე ვამბობ. რომელსაც უნდოდა, ვის შეექმნა პრობლემა, ისო მასთან ჩადიან და არა ისადის საკრებულოშიო, ხო რაღაცას თუ დამიძახებ ამოვალ და თუ შენ მოხვალ ჩემთან რა გითხრა არა ადი და უნდა ამოვიდე შენთან ზემოთ ხო რაღაც ეს აბსურდი ეს რაღაც საბავშვო ბაღიც დაამსგავს ამ ადამიანმა და ამ ადამიანებმა ის შენობა სირცხვილია ხო ამოსავალი არის ჯერ ერთი სამართლებრივად ეს არის არარა აქტი და რასაც რა თქმა უნდა მივაღწევ და გავაკეთებ უფრო ადრე შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული გაცილებით ლოგიკური იქნება თუ ეს ადამიანი მიხვდება და აშოშვინებს სამყაროს და გადადგება. კიდე ერთხელ გეუბნები ჩოთამურგულიასთვის არც ის ხელფასია მნიშვნელოვანი, ჩოთამურგულიასთვის მნიშვნელოვანია რომ ამ ქალაქში რაღაცა დაიდოს, რაღაცა აშენდეს, ხალხის პრობლემა მოგვარდეს. დაინახეს? კი ბატონო, დაინახეს. არის მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მუნიციპალურ განვითარებასთან და მაგ მეერს ურთიერთობები. გაცილებით დიდ პროექტებზე, ჯერ ხო წამოვიღეთ საკმაოდ დიდი პროექტები, თანხა დავიტოვეთ. ახალზე ვსაუბრობთ, ხუთაის არც 10 და არც 20 მილიონი არ ყოფნის. გაცილებით მეტი უნდა წამოვიღოთ ჩვენ აქ. აინახენ ეს რომ თურმე ეს ყველაფერი სუფთად მიდის, აქ ვერავინ ხელს ვერ ჩაყობს, ქონებები ელექტრონულ აუქციონზე გადაიტანა და ეს გაუკვირდათ. ძალება ქონდათ მიღებული, რომ შეიძლება ესე იგი ელექტრონული აუქციონიც და შეიძლება საჯარო აუქციონი, რომელიც გაცილებით გაუმჭვირვალე ფორმაა. ელექტრონული აუქციონი რატო ეს ძალიან რთულ პროცესებთან და დაკავშირებით 15 დღეში მოვაგვარე. რატო მოვაგვარე? იმიტომ რომ მე არანაირი ჩემი პირადი ინტერესი ამ ქალაქში არ მაქვს. ჩემი პირადი ინტერესი ამ ქალაქში არის რომ ამ ქალაქს ეშველოს. და ამ ადამიანებს ეშველოს. და თუ ვინმეს უნდა რომ ეს პოლიტიკურად რაღაც დემაგოგიები დაიწყოს და მათ ჩვევიათ და ესეთი გამოვლენ თუ შეუულია დაენიშნაო, რატო არ შეეძლო მოეხსნაო. რო დანიშნა და ვადა რომ მიუთითა, იმ ვადაზე ადრე რო გაანთავისუფლდა, ისა უკანონო. თორე თუ გამოაცხადებდა კონკურსს და კონკურსში სხვა გაიმარჯვებოდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, არ იქნებოდა არა აბსოლუტურად არაფერი ამას. მაგრამ დაინახეს რომ ბოლოს სვლა და რაღაც ბოლო გაფართხალება შეიძლება ეგრეთ ვთქვათ რომ აი ესე დაესაჯათ ქალაქი თორე შოთამურგული არანაირად არ იჯება ამით კიდე ერთხელ გეუბნებით შოთამურგულიას არ უჭირს რომ სამსახური კონდეს და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე იმუშაოს არა ეს გააკეთეს და ეხლა ხომ უნდა აგონ ეხლა ამაზე პასუხი მინიმუმ პოლიტიკურად ხომ უნდა აგონ პასუხი ერთმან უკნას რომ ქალაქში ზიანი დადგეს ვინ იღებს მე ამაზე ეს უკვე სხვა ზიანი იქნება აბსოლუტურად ჩემი ზარებით და ამით ვცდილობ ეხლა და ურთიერთობებით და გთხოვთ არ ჩამოირიცხება დღეს იმიტომ რომ ხელის მომწერი არაა მაგრამ არ გათიშოთ არ გააფუჭოთ ანუ გაფუჭება რა თუ გვიდარი არ გადაიხადე რა თქმა უნდა აი ესეც კიდე ჩემი პიროვნული ურთიერთობებით მიწევს რომ მე თითქოს უნდათ რომ წარმოაჩინო რომ მე მინდა რაღაცის შექმნა რომ რაღაც არეულობა არა პირიქით ყველას მოუწოდებ რომ თავისი საქმე აკეთონ ეს ყველაფერი დარეგულირდება პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც დარეგულირდება. და ხალხო იმედი არ დაკარგოთ, ამ ხალხს არ დარჩებათ ეგ ქალაქი სამართავად. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. წარმატებებს გისურვებ და მინდა ნამდვილად რომ ქუთაისის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის კონფლიქტი ამოიწუროს. კარგად ბრძანდებოდეთ. რადიო მსმენელებს კი შევახსენებ, რომ მესამე ბლოკში თქვენ გელოდებათ პოლიტიკური პარტიების პირველი პირები, რომლებიც დაუკავშირდნენ ამ პროცესებს, ნებსით თუ უნებლიე ჩვენ მოვისმენთ სწორედ მათგან შეფასებებს ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაგველოდეთ. გრძელდება ток-შოუ რადიაქცია მომდევნო ბლოკში წარმოგიდგენთ ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პირველ პირებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ დაუკავშირდათ ქუთაისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. სტუდიის სტუმრები არიან კოალიცია ქართული ოცნება, ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონი მანანა მიქაძე, ნაციონალური მოძრაობა, ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასევე საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ქუთაისის ლიდერი ქოჩა თევდორაძე. მოგესალმებით. მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ ქალბატონო მანანა მართველი გუნდის წარმომადგენელი თქვენგან დავიწყებთ. როგორ აფასებთ შექმნილ კრიზისულ სიტუაციას ქუთაისში, რომელ ძალებს უკავშირებთ და კონკრეტულად თუ შეგიძლიათ კონკრეტული გვარი და სახელები თქვათ ამ შემთხვევაში ვინ დგას ამ პროცესების უკან? მადლობთ მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მივესალმებით სტუდიაში მყოფ სტუმრებს. პირველ რიგში დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას, ჩვენი ერთი ქალაქის მაცხოვრებლები ვართ და პირველ რიგში უნდა პატივისცემა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ. მე ვადასტურებ პატივისცემას თითოეული მათგანის მიმართ პიროვნულად, თუმცა პოლიტიკის თვალსაზრისით შეიძლება რაღაცები გვაქვს სადაო. ამდენად სადაო საკითხები, როცა გადაცდება ზღვარს, მე იქ ლაპარაკი არ შეიძლება.
ამ წუთში ქალაქში არსებული მდგომარეობა ზღვარს გადაცილებულია. ჩემი შეფასებით ეს არის უპასუხისმგებლობის მაქსიმუმი. იმის იქეთ ალბათ პასუხისმგებლობა მთავრდება. ქალაქის მიმართ დამოკიდებულება არ შეიძლება განისაზღვროს ჯიბით. ჯიბეში ქალაქს ვერ ჩაისვამ, ვინც არ უნდა იყო. და რა დამოკიდებულებაც, რა გზაც არ უნდა გქონდეს გავლილი. ყველაფრის მიმართ ადამიანს უნდა გააჩნდეს საკუთარი პოზიცია. და როცა ამ პოზიციას ან სწორად, ან არასწორად swams, არსებობენ კიდევ ვიღაცები, რომლებიც შემდეგ პოზიციის გარკვევაში გეხმარებიან. რაც შეეხება ქალაქში განვითარებულ მოვლენებს, კიდევ ერთი მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენებასთან დაკავშირებით. მე როგორც ამ ქალაქის ერთ-ერთი ძირძველი მოქალაქე, თუ შეიძლება ასე ითქვას, უпростоრად ძირძველი ოჯახის წევრი, ვერაფრით ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ თამაზ მარგველაშვილი გაება ამ გაუგებრობაში. მას არ ეკადრება თავისი წარმომავლობით, მისი დედისა და მამის შვილს, მისი ძმების ძმას, ქალაქის მიმართ გამოჩენილი უპასუხისმგებლობას და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა. თუ მურღულიას მიმართ მას ჰქონდა კომისიასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა, იმ კონკურსებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა, ეს სადღაც თვენახევრის წინ იყო და მაშინ უნდა ეთქვა, მაშინ უნდა დაედო, მაშინ უნდა მიემართა მისთვის. დღეს ეს უკვე გავლილი საქმეა და ამაზე პასუხისგება მოთხოვ ადამიანს, ეს უბრალოდ მე ასე ვთვლი, რომ არ არის წესიერების ფარგლებში დგას ამ ყველაფრის უკან. რა თქმა უნდა არ დგას, თამაზ მარგველაშვილი არის ძალიან ფრთხილი ადამიანი. და სხვათა შორის ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი, მაგრამ მას სიყვარულის გამომჟღავნება ქალაქის მიმართ არ აცალეს. რაშიც ნამდვილად, გულწრფელად ვამბობ, რომ მე ძალიან გული მწყდება ამასთან დაკავშირებით. მე ვიტყვი, რომ პატრიოტთა ალიანსმა ვერ გამოიჩინა ის სათანადო ქმედებები, რაც მათ შეეძლოთ დადებითი თვალსაზრისით გაეკეთებიათ ქალაქში. ანუ გადავიდნენ დამასწრეს პოლიტიკაზე. რაც ჩემი აზრით არასწორია. და თუ შეიძლება მე კიდე ჩავერთვებ. ბატონო გიორგი, ნაცმოძრაობამ საკმაოდ ისეთი პოზიცია დააფიქსირა, ეს უკავშირდება ქუთაისის მერის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელსა და იმერეთის გუბერნატორს შორის არსებულ არათანხმდრილ ურთიერთობას, ამ შემთხვევაში გარკვეულ კონფლიქტს და იმერეთის გუბერნატორმა პატრიოტების ხმით ასაჯა შოთა მურღულიაო. რამდენად რჩებით იგივე აზრზე ამ შემთხვევაში და რაში იყო ეს საჭირო? პირველ რიგში მოგესალმებით მანა, მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმრებს. მე ქალბატონ მანას ტრადიციას გავაგრძელებ, აქ ამ წუთიდან ერგელს და მინდა ასევე დავაფიქსირო ჩემი პიროვნული პატივისცემა ჩვენი სტუმრების მიმართ, განსაკუთრებულად ქალბატონი მანას მიმართ. თუმცა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ჩვენ ქუთაისის ძირძველი ქუთაისლობა და ზოგადად ქუთაისლობა, ბევრი ისეთ ძალიან მნიშვნელოვან მისიას გვაკისრებს და გავალდებულებს ხოლმე და ის რაც აი ამ შენობის იქეთ და იმ ზღურბს იქეთ ხდებოდა, რასაც მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მანაცვილი არანაირ არ და დღეს სამწუხაროდ მისი შეხედულების და მისი გემოვნების მიხედვით რო იღებოდეს ბევრი გადაწყვეტილება მართლ ძალაში, მაშინ ჩვენ ბევრი უფრო ზნეობრივი ინიციატივის და ბევრი უფრო ზნეობრივი გადაწყვეტილების შემსწრენი შევიქნებოდით ამ ქალაქში ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სცილდება მართლა ზნეობრივის ფარგლებს და სამწუხაროდ ისევე როგორც მე წერან გამცხადე, ბევრ მედია საშუალებას ქუთაისი კიდევ ერთხელ მოხდება ქართულ მედია სივრცეში რაღაც ესეთი სასაცილო და კურიოზული ნიუსების ობიექტად, აი რაღაც ვახკანალის გამოისობით, რომელიც გარეთ არის გამართული იყო ყოველ შემთხვევაში ცოტა ხანში გამართული. ჩვენ გვიწევს საპროტესტო აქციის ფონზე გადაცემის წაყვანა და სტუმრებს ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს მოუწევთ სირცხვილის დერეფანში გამოსვლა. რა შეეხება ბოლო დროინდელ ნაციონალურ მოძრაობას ბატონ შოთა მურღულის ამდენადაც ვიცი აპლოდისმენტები მოუწია და ეს ყველასთვის პირველი შემთხვევა როდესაც გავსი სიტუაციაა ეთერს გარეთ და ამაში აფიშვაში არ არის არც რადიო ძველი ქალაქი არ ზოგადად აი ამ გადაცემის ინიციატორები ეს არის რაღაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ძალიან სამწუხარო ინიციატივა მე ესე მინდა ყველაფერ ამას დავარქვა თავის სახელი რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები რომელიც მართლაც სასაცილო იქნებოდა ძალიან სამწუხარო რო არ იყო სასაცილო იქნებოდა იმის გამო რომ მართველი გუნდი შიგნით ვიდრე მართველი გუნდია და ერთი გუნდია საკრებულოს თავმჯდომარეცა და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი მე მგონი ამას არავინ არ უარყოფს ერთმა ნაწილმა მეორეს მოუწყო საბოტაჟი მოდი ესე შეიძლება დავარქვათ ამას და პრაქტიკულად ვერ გავიხსენებ ერთ შემთხვევას როდესაც მართველი გუნდის მართველი პარტიის მიერ ხელდასხმული ქალაქის მერი გადაწყვეტილების მიღების დონეზე მოუხსნია დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მეორე მის ადეკვატური პასუხის გაცემის ძალა და უნარი გამოძებნა საკუთარ თავში, რომ აბსოლუტურად გაურკვეველი წარმომავლობის, გაურკვეველი საფუძვლის აქცია გამართა იმ შენობის წინ, სადაც
გუბერნია და გუბერნატორი არის მათივე პოლიტიკური თანაგუნდელი და იმ შენობებზე სადაც მერია და მერია არის მათი პოლიტიკური თანაგუნდელებით დაკომპლექტებული, მე მგონი ამაზე არავინ არ დაობს. ჩვენ საუბრობდით რომ გარკვეული განხეთქილება მართლ გუნდში არსებობს იგივე რაღაც ცივი ომის მდგომარეობა გუბერნატორსა და ქალაქის მერს შორის, იმიტომ რომ ბევრი კულუარული ინფორმაცია არსებობდა ამასთან დაკავშირებით, ბევრი ესეთი ფაქტით გამყარებული ჭორით, რომელზედაც მე არ ფიქრობ და არ ვარ ეს ვალდებული რომ ეხლა ვისაუბრო, როგორც ჩანს ეს ყველაფერი დასტურდება აი ამ აქტითაც, რომელიც აი ბოლო დღეებში მოხდა და ბოლო დღეებში ქონდა ადგილი, იმიტომ რომ მე ქალბატონ მანანას ერთაღაცაში დავეთანხმებ, თამაზ მარგველაშვილი საკმაოდ გაწონასწორებული პიროვნებაა, მიუხედავად, ახლა მე არ ვაპირებ მის აპოლოგეტობას, არც მისი ესეთი პიროვნული ღირსებების მაღლა წამოწევას, მაგრამ ამას ვერ უარყოფს ის ადამიანებიც კი, რომელიც თამაზ მარგველაშვილს ასე თუ ისე იცნობს. მისთვის არ არის ჩვეული ეპატაჟური გადაწყვეტილებების მიღება, ეს გადაწყვეტილებები რო არ ყოფილი იყო გამყარებული და მხარდაჭერილი ცოტა ესეთი გარეშე ძალებისგან, მე არ ამგონია ესეთი რისკიანი ნაბიჯი გადაედგას. ხოლო ის რო არის არსდასხვაობა მართლ გუნდში, ამაზე ქალბატონი მანანას განცხადებაც მიუთითებდა რამოდენიმე წუთის უკან, როცა მან ძალიან თბილად მოიხსენია თამაზ მარგველაშვილი, ამ დროს მისი თანაგუნდელები ფიქრობენ ამ ადამიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას. მან ისაუბრა ასევე რაღაც გარკვეულ მხარდაჭერებზე გარედან, რასაც უარყოფენ მისი თანაგუნდელები და ისინი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევენ ამ ყველაფრის შემოქმედად თუ ინიციატორად. იმ ადამიანების საყურადღებოდ ახავე შევჩერდები და არ მომისმენია ზედმიწევნით, მაგრამ მგონი ბატონმა შოთა მურღულიამ ჩვენ დაგვგდო ბრალი აი ამ ყველაფერში. მინდა შევახსენო და უთხრა რომ თუ კი ნაციონალური მოძრაობა არის ყველაფერ ამის ინიციატორი, მაშინ მათ ამავდროულად მოუწევთ უუნარობის აღიარება, მათი გუბერნატორის უუნარობის აღიარება, მთელი სტრუქტურული ესეთი რომ ვთქვათ რაღაც ერთეულების უუნარობის აღიარება ძირითადად ხელისუფლების, იმიტომ რომ ეხა ოპოზიციაში წასული პარტია, რომელიც რაღაც ორი ფრაქციით არის დარჩენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში მართავდეს ეს პროცესს, რაც არის. მე ფიქრობ, რომ სისულელია, ბოდიშვილი ეგეთი მკვეთრი გამონათქვამისთვის, მაგრამ სხვა ესეთი სახელი ამისთვის მოუძებნო რთული არის. მინდა ერთი პატარა ესეთი შეგონება მივცე ბატონ შოთასაც და ზოგადად აი ამ იდეის ავტორებსაც, რომ პრობლემების, უუნარობის, უმოქმედობის და ზოგადად უნიათობის გადაფარვა აი ესეთი ხმაურიანი განცხადებებით და ზოგადად საკუთარი ნაკლოვანებების მიზეზის მოძებნა შენს წინამორბედებში თუ შენს პოლიტიკურ ოპონენტებში არასდროს არც ერთ ფორმაციაში არავისთვის არ მოუტანია კარგი და ეს არ არის გამოსავალი, რომელიც დღეს იქნებოდა ქალაქში არსებული რთული სიტუაციიდან, ამიტომ ჯობია რომ ამ ადამიანებმა რეალურ ნაბიჯები გადადგან ამ სიტუაციიდან გამოსვლის თვალსაზრისით, რეალურ პრობლემებს შეხედონ პირდაპირ და ნუ დახუჭავენ ამაზე თვალს და ჯობია დაიწყონ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ზოგადად იყო მოლოდინის ობიექტი ხალხის მხრიდან, მათგან და ზოგადად დღეს ქუთაისის წინაშე. ბატონო გოჩა, შოთა მურღულია და ზაზა მეფარიშვილი თქვენს პარტიას ვიწრო კლანურ დაჯგუფებად მოიაზრებს ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ თუ ვიწრო სპექტრის წარმომადგენლობა გყავთ, როგორ ახერხებს ხელისუფლებას და მართლ გუნდს შეუქმნას პრობლემები და როდესაც არსებობს მთელი რიგი წინაპირობები, გამოდვებით გიწევთ დაკითხვებზე სიარული ამ შემთხვევაში თქვენ და თქვენი გუნდის წარმომადგენლებს არსებობს ყოველთვის მოლოდინი რომ აუცილებლად დაჯერების სერიები დაიწყება, მაშინ ვისი ან რისი იმედით ბედავთ ამ ყველაფერს რომ შეუქმნათ მართლ გუნდს პრობლემები ქალაქში? მივესალმები თქვენს რადიო მსმენელს, მოგესალმებით თქვენ სტუმრებს, ვადასტურებ პიროვნულ პატივისცემას თითოეული მათთაგანის მიმართ. მინდა გითხრათ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს არასდროს არ ჰქონდა თვითმიზნად დასახული ხელისუფლების თვის რაიმე პრობლემების შექმნა. პირიქით, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ ის ზალა, რომელმაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ ქუთაისში პოლიტიკური ავანსცენიდან გაიყვანა ნაციონალური მოძრაობა, როცა შეცვალა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის მერი. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვიყავით ხელისუფლების მიერ მოწოდებული კანდიდატი დაგვენიშნა ქალაქის მერის თანამდებობაზე. ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, ამაში ვხედავდით იმ დადებით მარცვალს, რომ სანდოობის ხარისხი ყოფილიყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსული იყო უკვე ქართული ოცნების კოალიცია და პრემიერ-მინისტრი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდით,
ბატონო გოჩა, ქალაქის სიყვარულიდან გამომდინარე ან სიძულვილით ყოფილი გუნდის მიმართ იქნებოდა გარკვეული ინტერესი, ანუ გარიგება, ამ შემთხვევაში შოთა მურღულია საუბრობდა წინა ბლოკში, რომ კონკრეტულად ევაჭრებოდნენ მას და სავაჭრო წინადადებებს თანხმდებოდნენ, რასაც არ დათანხმდა, ანუ რეალურად თქვენ ეს მხოლოდ ქალაქის სიყვარულიდან გამომდინარე გააკეთეთ თუ კონკრეტული გათვლები გქონდათ ამ შემთხვევაში და აუცილებლად მოითხოვდით შემდეგ სარგებელს ამ ნაციონალების პოლიტიკური სცენიდან გაცილებით. ფაქტიურად შოთა მურღულიასთვის არავითარი მოთხოვნა არ წამოუყენებია, მე უბრალოდ მინდა ის აზრი დავასრულო, ჩვენ დავთანხმდით დიმიტრი კოპალიანის არჩევას ქალაქის მერად და მართლაც ქუთაისს ყავდა არჩეული მერი, რომელიცაც შემდეგ თვითონ ქართული ოცნების მესვეურებმა თუ ცენტრიდან ხელმძღვანელობამ უთხრა უარი, იმიტომ რომ ქუთაისის საკრებულოს არ გადაუყენებია დიმიტრი კოპალიანი მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე მამუკა მღვდელაძე და ბატონი აკაკი სიხარულიძე შემოვიდნენ ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე კოპალიანის გადაყენების საკითხის დასმასთან დაკავშირებით, რომელიც გადაყენების საკითხსაც მართალია ჩვენი ფრაქციის წევრები ხელმოწერით დაეთანხმნენ, მაგრამ ჩვენ ფრაქციას ეს საკითხი საკრებულოს ხდომამდე არ მიუტანია, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ამის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დიმიტრი კოპალიანმა თავისი განცხადებით დატოვა ეს ქალაქის მერის თანამდებობა. ამის შემდეგ ისურვეს, რომ კოტელომიძეს შეესრულებინა მერის მოვალეობა და თქვენ კარგად იცით, რომ ღამის 2 საათზე კოტელომიძეს მერობიდან კი არა მოადგილეობიდანაც თავად დააწერინეს თენგიზ თოფურიძესთან ერთად განცხადება გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ ისურვეს, რომ შოთა მურღულია ყოფილიყო მერის მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენ წავედით იმაზეც, რომ დამთანხმებულიყავით პირდაპირ შოთა მურღულიას დანიშნას მერის მოვალეობის შემსრულებლის დანიშნვის უფლებამოსილება გააჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილის ბრძანებით იყო შოთა მურღულია დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებლად და დღეს როცა ამბობენ, რომ უკანონოა თამაზ მარგველაშვილის ბრძანება, მაშინ უკანონო ყოფილა თამაზ მარგველაშვილის ბრძანება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დანიშნა, თუ ამბობთ, რომ უკანონოა ბრძანება, როდესაც გაანთავისუფლა. თამაზ მარგველაშვილს მისი გათავისუფლების უფლებამოსილება ჰქონდა, უფლებამოსილი პირი იყო და გაათავისუფლა. სხვა იმ მიზეზებზე საუბარი რატომ მოხდა ეს? მე სრულად მესმის თამაზ მარგველაშვილის, თუმცა არ იყო ეს პოზიცია პარტიის პოზიცია ან ფრაქციის პოზიცია. ფრაქციაში ეს საკითხი არ ყოფილა განხილული, თამაზ მარგველაშვილმა მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ პიროვნულად მიიღო თვითონ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სრულად მესმის მისი. იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებამდე არ უნდა მიიყვანო ადამიანი. ეს ეხება შოთა მურღულიას, ეს ეხება მხარის გუბერნატორს და მათ მიერ მართულ საკრებულოს წევრებს, რომელიც საკრებულოს წევრებსაც მართლა მე მიჭირს მათი უკვე წარმომავლობის თუ მიზანდასახულობის გარკვევა, რომელი ქართული ოცნების კოალიციის წარმომადგენელია, რომელი ვინ არის და ქალბატონი მარანაც დამეთანხმება თვითონაც პარტიის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, კოალიციაში შემავალი პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად რამოდენიმე დღის წინ ქონდა განცხადება, რომ ქართული ოცნების სახელით დადიან ეს ხალხი და მაჟორიტარობას პირდებიან სხვებს და სხვებს. ძალიან მოკლედ დავასრულებ ამას. მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ ხალხთან ერთად მათ გადაწყვიტეს, რომ თამაზ მარგველაშვილი, რომელზეც დღეს თქვენი სტუმრებიც აღნიშნავენ, რომ მართლაც მოწესრიგებული კაცია, მართლაც ამ ქალაქისთვის შემართული და მართლაც ნორმალურად მომუშავე ადამიანი, არჩევნებამდე 2 თვით ადრე გადაეყენებინათ ის და იმ მოტივით, რასაც ქვია აი ამ სარეკომენდაციო საატესტაციო კომისიაში ვერ მუშაობის და კანონდარღვევების საკითხი. კაც ის დააბრალეს პირდაპირ, რაშიც მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ დრო გაწელა მართლაც არასწორად ეს მის კისერზე იყოს და თვითონ ალბათ მოვა დრო და გაერკვევიან ამ საკითხებში, მართლაც შოთა მურღულიას კისერზე იყო. მე გეუბნებით, რომ შოთა მურღულია როცა მოვიდა, კომისიას ფაქტიურად მუშაობა დამთავრებული ჰქონდა, სრულად ავარ ინფორმირებული იმ საკითხებში, რომ შოთა მურღულიამ საკრებულოს თავმჯდომარეს პიროვნულად თხოვა, რომ 2 კვირის მანძილზე ნუ გამომიგზავნი ოფიციალურ წერილს, მე ამ ხალხს გავეცნობი, ეს გარკვეულ წარმოდგენას მათ შესახებ შევიქმნი და ამის შემდეგ განვახორციელოთ დანიშნვის საკითხები. გავიდა თუ არა ეს 2 კვირა, როდესაც გაიყვანა, გამოვიდა ბატონი შოთა მურღულია და გამოაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არ იცნობს, მან დაარღვია 2 კვირიანი ვადა და ამიტომ ვერ დავნიშნე ეს ხალხიო და ეს დაუდეს თამაზ მარგველაშვილის მოტივად იმისათვის, რომ გადაეყენებინათ თანამდებობიდან და გადაყენება მომხდარიყო,
ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ალიანსით. რამდენადაც ჩვენ არ უნდა მოგვაჩვენონ სხვაგვარად თავი, ჩვენ ამ ფაქტის მომსწრენი უკვე გავხდით და ამ სტუდიიდანაც ვისაუბრეთ, როდესაც თამაზ მარგველაშვილი გადააყენეს კომისიის თავმჯდომარეობიდან 12 კაცის შემადგენლობით ვერა იყო ამირან ხვადაგიანი და არა მარტო მე-13 ხმა იყო ამირან ხვადაგიანი, როდესაც ბიურო იხილავს საკითხს და დღის წესრიგში უნდა ჩამჯდარიყო ეს საკითხი, ხმამისსა დავით გოგისვანიძემ ფრაქციის თავმჯდომარე და ნაცმოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე გია უკლება. ამიტომ ამბობ ეს ახლაც ბევრი ეთერი მქონდა რადიო ძველ ქალაქში, იქნებ ბატონო კოჩა ქალბატონ მანენასთან ერთი წამით ქალბატონ მანენასთან მექნება შეკითხვა ამ შემთხვევაში აქ საუბარი იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკიდან გაყვანაზე საკრებულოში უმრავლესობის დაშლის შესახებ. მე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ ეს მოხერხდა ამ შემთხვევაში როგორც თავად ბატონ გოჩა ამბობს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელით ის რაც ვერ მოახერხა ქართულმა ოცნებამ და ფაქტია რომ ხუთკაციანი ფრაქცია გააჩნია მხოლოდ ქართულ ოცნებას მოხერხდა პატრიოტების ხელით როგორ ფიქრობთ დღეს დაუჯდა თუ არა ძვირად ეს გაწეული საქმიანობა ქართულ ოცნებას ამ მხედველობაში მყავს ნაციონალების დაშლა ამ შემთხვევაში და მათ ეკნებოდათ თუ არა კონკრეტული გათვლები ამ გარიგების უკან თუ არა ამ სიტუაციას პირველ რიგში ხო უნდა ვაღიაროთ ის რომ ქუთაისში ქართულ ოცნებას არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები. ეს პარტია გაქვთ ალბათ ხედველობაში. რა თქმა უნდა, პარტია მაქვს და კოალიცია მაქვს ხედველობაში. ფრაქციაც როგორ შეიქმნა ეს ყველა მიცის და ახლა ამას თავიდან არ მოუყვები, არაერთხელ ვისაუბრი, კი ბატონო, არაერთხელ ვისაუბრი ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება აი საკითხს, რამდენიმე კითხვას გიპასუხებ და ამ კითხვასაც ბოლოსთვის მოვიტოვებ. რაც შეეხება ბატონი კოპალიანის გადაყენების საკითხს. კოპალიანი არ გადამდგარა თავისით, არ დაუწერია თავისით განცხადება მის გადადგომაში ლომის წილი ბატონ გოჩას მიუძღვის. ლომის წილი. კოპალიანმა გააკეთა განცხადება, რომ მე მაძალებდნენ ატკატებს. პროკურატურა რომ დაინტერესებულიყო რა ატკატებზე იყო საუბარი, ყველაფერი დღეს გარკვეული იქნებოდა და ეს ნაბიჯი ალბათ და მურღულიას კიდე გადაყენება გადმოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა. მეორე საკითხი დამოკიდებულება მურღულიას მეფარიშვილს შორის. გამოვრიცხავ რომ მათ შორის არის ცუდი დამოკიდებულება. ძალიან კარგი დამოკიდებულება არის, ამას ქვია საქმიანობა ერთი მიზნისაკენ, რასაც ქვია ქალაქის შენება. ვის არ აწყობს ქალაქის შენება, სახეზია და ამას ნიღბის ჩამოხდა არ ჭირდება. ყველას ჩამოხდილი აქვს ნაბიჯი, ესა ნიღაბი. რაც შეეხება ბატონ თამაზ მარგველაშვილს, მან ნამდვილად გადადგა უპასუხისმგებლო ესა ნაბიჯი და მას თავისი ნაბიჯის გამოსწორება შეუძლია. სამშაბათამდე დროა, მას შეუძლია გამოასწოროს ის, რაც გააფუჭა. ამაში ცუდი არაფერი არ არის, პოლიტიკა ასე თუ ისე ჭადრაკის დაფას გავს, გადაადგილებები ზოგჯერ სწორია, ზოგჯერ არასწორია, ზოგჯერ ქიშთან მიდიხარ, ზოგჯერ აგებ. მაგრამ უნდა იყოს გათვლილი მოგებისაკენ. როცა ვერთული მოგებისაკენ, უკან დახევა სჯობს, რომ არ გაფუჭდეს ქალაქისათვის საჭირობროტო საკითხები. რაც შეეხება აი ბოლო კითხვას, რა თქვენ? ფიქრობთ თუ არა, რომ დაუშვა შეცდომა ქართულმა ოცნებამ, როდესაც პატრიოტები გამოიყენა ესე ვთქვათ? ბატონი გოჩა თევდორაძე დამიდასტურებს, რომ ჩვენ დღეს ვხვდებით პირველად, მას შემდეგ, რაც ხო ასეა ბატონო გოჩა, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ქალაქში ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ მოსულა, ქალბატონო, ადგილზე აწყდება პოლიტიკური სიტუაცია. ადგილობრივ ხელისუფლებას სახეს წარმოადგენს ბატონო გია საკრებულო, რომლის წარმომადგენელთა 90% ან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, ან სახეშეცვლილი ნაციონალური მოძრაობის. ჩვენს ფრაქციაში არიან 5 ადამიანი, რომლებიც ის ადამიანები იყო ნაციონალური შეიძლება მე მგონი მეც აქვს. ან ქავტომან ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ყოველგვარი ემოციების გარეშე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ძალიან ისე მისასალმებელი იქნება თუ კი ჩვენ ბოლომდე შევინარჩუნებთ აი ამ აკადემიურ სტილს რაღაც ჩვენი დღევანდელი დებატებისას. თქვენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ქართული ოცნების ფრაქციას საკრებულოში. მათ შორის ბევრი ყოფილი ნაციონალია. კი ბატონო, არიან. მათ მიიჩნევთ ქართული ოცნების ნაწილად, ორგანულ ნაწილად და ქართული ოცნების წევრებად თუ არ მიიჩნევთ? ბატონო, მე გიდასტურებთ, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ერთ-ერთი მათგანი იყო მემარჯვენე. კი ბატონო, ამაში მაგრამ როცა პოლიტიკაში ნაბიჯი არ არის მნიშვნელოვანი, იმასთან შედარებით რა არის დღეს და რა უნდა მე ვადასტურებ, რომ ქართული ოცნების ფრაქციის არც ერთი წარმომადგენელი არ არის ქართული ოცნების პარტიის წევრი. მათ აირჩიეს ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა, რასაც ჩვენ მივესალმეთ, ეს თანამშრომლობა ნაწილობრივ შედგა
ნაწილობრივ არ შემდგარა, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს რა საითგან წავა. ის რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდებით და ჩემგან არ გესწავლებათ, რომ ჩვენც შეგვეძლო გაგვეკეთებია ის რაც ხდებოდა სხვა ქალაქებში, მაგრამ მე კატეგორიულად ვარ რაში დააკელით ხელი ისაცდებოდა სხვა ქალაქებში და მე განსხვავებული. მე გეტყვით ერთი წუთი. ხდებოდა შევარდნა, გამოვარდნა, დაშინება ჩვენ ამ გზას. არ და დაშინება ვნახეთ ხალხთომანოთა 21 კაციანი ფრაქცია, 21 კაციანი შემადგენლობა, იმიტომ რამდენიმე ფრაქციით იყო წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობისა, დღეს არის დასული 2-3 კაციანი ფრაქციამდე, რაც ახლა ჩვენი სამწუხარო პოლიტიკური რეალობაა და იმ კონიუნქტურის გამოსახულია. ეს არის პოლიტიკის შედეგი, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ აწარმოა, ნაგია. დავადასტურო ჩემი პატივისცემა თქვენს ვარ და თქვენ ძალიან ესეთი სამართლიანობის მოყარი ქალბატონი ბრძანდებით, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ის რაც მოხდა სხვა ქალაქებში არ მოხდა რა ქუთაისში, მე ვფიქრობ, რომ ცოტა შორს არის ეს რეალობისგან, იმიტომ რომ არც პროკურატურაში დაბარებები, არც დაკითხვებზე სიარული, არც დაშინებები და არც გადაბირებები, ვთქვათ, ნაციონალური მე ვერ დაგიდასტურებთ თქვენ მაგ საკითხს, ვერ დაგიდასტურებთ ბატონო. ძალიან მოკლე მეხსიერება გააჩნია ამ ქალაქს, მე შევახსენებდი მას რამოდენიმე ფაქტს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ვთქვათ, იგივე ნანასაც ჩვენ დღევანდელი გადაცემის წამყვანს ან სხვა ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვს ეს ძალიან ხმაურიანი პერიპეტიები. თვითმმართველობაში ქუთაისში რაც მასში ხორციელდებოდა. ბატონო, ვერ დაგიდასტურებთ, ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. ის ადამიანები, ვინც დღეს ქუთაისის საკრებულოში მოქმედებენ ქართული ოცნების სახელით. არიან თუ არა ქართული ოცნების ნაწილი, ხო ხა წევრობა ეგ პირობითი თემაა, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს ცოტა ისეთი ფორმალური რაღაც დატვირთვის მატარებელი ისეთი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ფრაქცია რომ არ თანამშრომლობდეს კოალიციასთან და პარტიასთან, მას ფრაქციის სახელი ექნება, როგორ ფიქრობთ? გოჩათევდორაძე თანამშრომლობს. ახლა ეს ხო გამორიცხული არის, ბატონო, ქართული ოცნება თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ამასთან დაკავშირებით მეც განვაცხადებ. დავამშვიდოთ, ეს ორი ძალა მეც ჩავერთები. მე ნამდვილად მინდა გითხრათ და დაგიდასტურეთ. ვინ არიან მაშინ ის ადამიანები? მე ნამდვილად მინდა დავადასტურო ის, რომ ქუთაისში საკრებულოს წევრებზე ზეწოლა იყო. გოგიტა გოგელაშვილი ნათელი მაგალითი ამისა და არაერთხელ პრესი. კოჩა შენ რო შეიცვალე პოლიტიკური სახე მაშინაც იყო ზეწოლა და მოდი იქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ მოდი ნუ დავიწყებთ იქედან, როცა შენს თანაპარტიელებზე იყო ზეწოლა, მაშინაც დავიწყოთ. მე როცა წავედი, მოდი ახლა თუ ამის გახსენება გვინდა, მე როცა წავედი პარტიიდან, არავით არის ზეწოლა, მე დემონსტრაციულად გამოგიცხადეთ, შენს ესწრებოდი იმ შეხვედრას და მე მგონი მრავლად იყვნენ, არსად გამოვხატე ჩემი პოზიცია, წავედი ეხლა თუ იქნებ დღეს არსებულ სიტუაციას ჩვენ გამოგიცხადეთ ეს წავედი მე თანამდებობიდანაც გადავდე კიდევ და რაღაცაც გამიგვირდა ხა უმუშევარი გოჩათევდორაძე არის აქა წარმოდგენილი თუ ქალაქის რუხი კარდინალი გოჩათევდორაძე როგორც ზოგიერთებს უნდა მოგასხან ეგ მანტია და შენ წარ ახარ ამის წინააღმდეგი ეგ მაინტერესებს ეხლა მანტიის მოსხმა რომ თავისი სისუსტის გამო უნდა ჩემთვის ხელისუფლებაში მყოფებს მე არ ვიტყვი რომ ქართული ოცნების ადგილობრივ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ადგილობრივი ორგანიზაცია არ მოსულა აქ ხელისუფლებაში, არ მოსულა, იმიტომ რომ ქართული ოცნების ადგილობრივ ორგანიზაციას რადიკალური ნაბიჯები არ გადაუდგამს და ქალბატონო მანანა თქვენ ამბობდით კიდეც როცა მე ვთქვი რომ ხელისუფლების მიერ დანიშნულ მიერმა დანიშნა 130 კაცი თქვა გამოიკვლიეთ მე და 178 ყოფილა თქვენ ამბობდით რომ 12 თუ 14 იყო ჩემი რეკომენდაცია მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ ხელისუფლებისა თავმჯდომარე იგივე ბატონ გოჩასთან ოფისში მისული და საცხოვრებელ სახლში მედიის წარმომადგენლებს გვიხილავს ეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის რომ მე მართლაც არც ერთ ეხლა მინდა რომ აი თქვენ ბრძანეთ რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი მე მინდა გითხრათ რომ სამი კვირა რაც პატრიოტთა ალიანსის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე მე არ გაყლავართ, მაგრამ მიუხედავად ამისა მე თვითონ გადავდექი, იმიტომ რომ აი მქონდა მე ბატონ თარხან მოურავთან საუბარი. ხო, თარხან მოურავთან მქონდა მე საუბარი და სამი კვირის წინ უთხარი, რომ აი ყველაფერი რაც აქ კეთდება, გარკვეულ ძალებს სურს რომ გადმოაბრალოს გოჩა თევდორაძეს. თამაზ მარგველაშვილს მიიყვანენ იმ ზომამდე რომ მერის გათავისუფლების ძალებას დაწევს. გოჩა თევდორაძემ დააწერინა, არავინ ამბობს იმას რომ იგივე თამაზ მარგველაშვილმა თუ შოთა მურღულიას დანიშნვის ბრძანება დაწერა, თურმე მაშინაც გოჩა თევდორაძეს დაუწერნებია ეს ბრძანება, თორე ისე ვერ დაინიშნებოდა. მე გადავდექი. იმედია მეც მექნება ჩახვის საშუალება,
თავარ სათქმელთან დაკავშირებით მივდივართ გავრცელებული ინფორმაციასთან რომ მე მოვითხო რომ პასუხი რამაცემელი გოჩა თევდორაძეს იმ გაცხადებაზე რომ ქართული ოცნება და 2010 წელსაც ნაციონალური მოძრაობიდან ჩემით გადავდექი და შენ გადმოგილოცე პარტიის თავმჯდომარეობა ღვაზე აქ თემას მოდი ნუ გავიხსენებთ ცოტა სხვაგვარად შეიძლება იყოს თუმცა მაგას შენ თემა მეყავით საკმაოდ ხანგრძლივად კი ბატონო ბატონო გოჩა ეს რაღაცა მინდა მე ვთქვა რომ ნაციონალური მოძრაობის წევრობას რომელსაც თქვენ ახლა უარყოფთ ნამდვილად იყავით მაგრამ ნამდვილად მოვა დრო კი ბატონო ნამდვილად მოვა დრო როცა ნაციონალური მოძრაობის წევრობაც კი ჩვენს ქვეყანაში სამარცხვინო იქნება ნამდვილად მოვა ამის დრო ძალიან ცუდია ასე ტენდენცია და არაკორექტული გამოხდა შეგეფერება თავადანმანანა არა ნამდვილად იქნება ეს თქვენ როგორ ხედავთ იმას რომ ქართული ოცნების კოალიცია მისი ფრაქცია ქუთაისის საკრებულოში და ნაციონალური მოძრაობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე რასაც ქვია თანამდებობის პირების დანიშნა გადაყენების საკითხი ერთად წევენ ხელს ამ საკითხებზე. დღეს ახლა ბატონო გიორგი ბატონო გოჩა გამოვრიცხავ ჩვენს თანამშრომლობას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს შეიძლება იყოს რაღაც პიროვნული საკითხები. ამან ხვადაგიანს პიროვნულად აქვს. თქვა თამაზ მარგველაშვილის მიმართ რაღაც ცუდი დამოკიდებულება. ეს არ შეიძლება რომ ფრაქციის მოიცა კაცო თუ კი პერსონალური გადაწყვეტილების საფუძველზე ძალიან მცირე დრო ამიტომ მე და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან თანამშრომლობთ ამორიცხულია ბატონო გოჩა ის აბსოლუტურად თქვენი ფრაქცია თანამშრომლობს ჩვენი ფრაქცია თქვენთანაც თანამშრომლობდა და თქვენ ბევრჯერ ჩააყენეთ ჩვენი ფრაქცია უხერხულ მდგომარეობაში დღესაც მომხრევად იმისა რომ ხელისუფლება წარმატებული იყოს ქვეყანაშიც წარმატებული იყოს ქუთაისშიც ამისათვის ვცდილობთ რომ ყველაფერი იყოს ისე რომ თქვენ მართლაც ნიშნავთ კადრებსაც თუნდაც წარმატებული იყოს თქვენისა, მაგრამ ის კი გაუგებარია, რომ ერთმანეთს თვითონ თქვენ თავს უწყობდეთ აქციას და დღეს მე და გუში რასაც ხედავ, საჯარო მოხელეები. და გითხრათ ბატონო გოჩა რომ ჩვენ მოვაწყოთ აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩვენ მიგვიწვია აქციაზე. მანანა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ნიკიას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე? არა, საჯარო მოხელეა მანანა. გარდა ამისა, აღის აღზრდელები, მუსიკალური სასწავლებლების წარმომადგენლები, ბერიის თანამშრომლები, აქციის სურათები აიღეთ, მოწოდებები აიღეთ და ნახავთ, რომ ფაქტიურად 700-ზე მეტი თანამშრომლები ყავთ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ბერიაში ამ 700-დან 400 კაცი გადაცემის და აქციას თავის თავს ხელისუფლება არ დაგიდასტურებთ. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ვინახავ. ბატონო გოჩა, ქალბატონო მანანა, მივდივართ უკვე შეფასებით ნაწილზე ამ შემთხვევაში და მოგეცემათ რეპლიკის საშუალება. ბატონო გიორგი, ძალიან გთხოვთ, მივდივართ თავარ თემასთან. ეს იყო აქცია, რომელიც გაიმართა მერიის წინ ამ შემთხვევაში. ჩვენ გვახსოვს წინა 9 წლიანი, ნუ შეიძლება გააპროტესტოს ამ შემთხვევაში ბატონმა გიორგი, მაგრამ არსებობს ეს 9 წლიანი გამოცდილება. საკმაოდ მახინჯი ფორმა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში მედიისთვის ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენება და სოლიდარობა ამ რესურსისა ეს იყო მანამდე და გვაქვს ნანახი ვიხილეთ ახლაც მე მართლა მაინტერესებს ქართული ოცნება თქვენ როგორც პარტიის ხელმძღვანელი როგორ აფასებთ ამ აქციას ვინ იყვნენ საერთოდ ეს ადამიანები ქონდა თუ არა რაიმე კავშირი და საბოლოო ჯამში იქნება აქვე დამიფიქსიროთ რაში ხედავთ გამოსავალს თქვენ რომ შექმნილი კრიზისული მდგომარეობა ქუთაისში განიმუხტოს და შემდეგ უკვე თქვენ მოგეცემოთ საშუალება გუშინ აქცია მოიწვია რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არასამთავრობო ორგანიზაცია მე პირადად ტელეფონით შემეხვიანა ქალბატონი მანანა მანაგაძე და მე იქ ჩემი სურვილით მივედი არავინ არ მიმიყვანია არავინ არ მანაგაძე არის ნიკიას ადგილობრივი ტერიტორიული ორგანო თანამშრომელი და საჯარო მოხელე თქვენ დავაგზავნოთ ხო გადავამოწმოთ ბატონო ვადროვოთ ბატონო გოჩა ნამდვილად გადამოწმებულია მე ვიცნობ ქალბატონ მანანა მანაგაძეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვერ დაგიდასტურებთ არა ვარ საქმისგურში და არ ვიცი რაც შეეხება იქ მოსულ ადამიანებს მე ვერ გეტყვით ვინ შეკრიბა ეს ხალხი მაგრამ საზოგადოება რო აღშფოთებული ამ პინგ-პონგის თამაშით მერების დაყენებასა და გადაყენებასთან დაკავშირებით ეს რეალობაა და ვერც ერთ ადამიანს ვერ დაუშლი ვერც მოხელეს და ვერც არამოხელეს და იქ აქციაზე ადამიანების მოყვანაზე თქვენ და ნაციონალური მოძრაობა ძალიან გთხოვთ ნუ ისაუბრებთ იმიტომ რომ ავტობუსებით დაატარებდით ხალხს ჩხოროწყუდან დაწყებული საინგილოს საზღვრამდე ამიტომ თქვენ ამის თქვის უფლება არ აქვს ბატონო გოჩა და მე იქ არავინ არ მიმიყვანია იქ მივიდნენ ადამიანები რომლებიც არიან აღშფოთებულები დღესაც მივლენ ხვალაც მივლენ ზეგაც მივლენ და მანამ მივლენ
თქვენ, სანამ სიტუაცია არ მოწესრიგდება. ბატონო ბოჭა, წარმოუდგენელია რომ ამ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. ძალიან მაღალი ხმის დიაპაზონიც მაქვს კვარტმუნე ყველას და ესა ენერგიაც ყოფნის იმისათვის, მაგრამ ახლა პატივცემა ამ ადამიანს მაგ ასახს და ყველაფერს მაგრამ ერთი შეკითხვის კონკრეტებები და ჩვენ ვიხილეთ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, რომელიც კონკრეტული მოწოდებებით გამოირჩეოდა. ამ შემთხვევაში ეს იყო საბოტაჟისკენ მოწოდება. ჩვეულებრივად სამუშაო საათების დროს ხედავდით ამ საჯარო პირებს ქუჩაში გამოსვლას. როგორ ფიქრობთ, რამდენად იყო ეს საბოტაჟის შემცვლელი და რამდენად იყო ეს ჩვეულებრივად? მე თვითონ იმ აქციაზე გუშინ ვიყავი, მაგრამ საბოტაჟის მოწოდება გააკეთოს. ამ კითხვაზე პასუხი უნდა მოთხოვოთ თავად ფრაქციის თავმჯდომარეს, მე ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, იმიტომ რომ არა ვარ საქმის კურსში, თუ ასე იყო არასწორია, მაგრამ მე ვერ დაგიდასტურებ და არ ვიცი, მე არ მომისმენია. რაც შეეხება იქ ადამიანს ვერ დაუშლი საკუთარი აზრის გამოხატვას. ეს ადამიანები 9 წელი ქვევრში ცხოვრობდნენ და თავზე ნაცარი ეყარათ. ახლა აღარც ქვევრში ცხოვრობენ და აღარც ნაცარი აყრიათ თავზე და თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა. ნაცარი თავზე გავადავმარა, შუქი რო არ ქონდათ, გზა რო არ ქონდათ, სახში რო ვარდებოდნენ და აუტოვებდნენ. როცა პენსია იყინებოდა, როცა ხელფასი არ იყო, როდესაც საგარეო საფრთხე იყო, როდესაც ქართული სახელმწიფო მაშინ არ ქონდათ ნაცარი თავზე დაყრა, არც ქვევრში ცხოვრობდნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ ღიაცკის შვენ, სადაც აწვიმდა და ათოვდა და მაშინ როდესაც ეს ყველაფერი მოწესრიგდა, ეს იყო ქვევრში ცხოვრების ტოლფასი თემა, როდესაც ნაცარი ეყარა თავზე. ნამდვილად ცხოვრობდა. არ გეკადრებათ ეგეთ ფილოსოფია, მე მართლა მე ვადასტურებ. რა ძალიან გთხოვთ, ბატონო ბოჭა, იქნება ვადროვოთ, იმიტომ რომ მოგვიწევს ეთერის ასრულება. მე მიჩვენე რომ ბატონი გოჩაში აბურთხებდნენ ლაპარაკის უფლება აქვს კონდათ, მაგრამ სულში აბურთხებდნენ ადამიანები იგნორირებული იყო საერთოდ. რა საკეთებდი გოჩა, მაშინ პარტიის თავმჯდომარე რო იყავდა და ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, როდესაც სულში აბურთხებდნენ, მე მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავ. რას ვაკეთებდი? ჩემოგიორგი და ჩვეულებრივი მოქალაქე არ ყოფილიყარ, თქვენ ბრძანდებოდით ქალაქის მერი, რა სულში აბურთხებდნენ 9 წლის განმავლობაში, შენ რა საკეთებდი ჩემოგარგო? მაშინ რა მორალი გავიგე, კითხვა გიპასუხებ. რას ვაკეთებდი და 2010 წელს, მანამდე რა თქმა უნდა გმირად ვერ შევირაცხევ 2010 წელს. გმირობისთვის არ გეყო ზრაგე შინაგანი არ გეყო, რა თქმა უნდა. მაშინ ახლა რა ზნეობით გიკითხავ. 2010 წელს გადავდექი მე იმ პარტიის თავმჯდომარე. არა, 2010 წელს შენ პარტიის თავმჯდომარე. ქალაქი კი არ იყავი, ჩვეულებრივი. გუბერნატორის მოადგილე იყავი, ქალაქის. 2006 წლიდან ბოჭა. გუბერნატორის მოადგილესა და პარტიის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრს შორის ძალიან დინდი რანგობრივი განსხვავება და თან ამავდროულად 2006 წლიდან 2009 წლის 25 დეკემბრის შემდეგ მე ვიყავ ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს შენ ის ვინც იყავი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და პარტიის თავმჯდომარე ამორალის აცხადებდა სულში აფურთხებდნენ მაშინ ადამიანებს შენ რა საკეთებდი მაშინ თუ ადამიანებს აფურთხებდნენ სულში შენ ამაში იყავი ხარ დარწმუნებული მე სამწუხაროდ ვერ ფიქრობდი ან არ ფიქრობდი ან მოხედავდი ამას არ აფურთხებდი არა ბატონო თუ შენ ამას უყურებდი და მქონდა ამისი განცდა და მაინც აღზელები შენ საქმიანობაში დღეს შენ არ აქვს მორალური უფლება რომ ზოგადად პოლიტიკაზე ლაპარაკობდე იმიტომ რომ მე ამას ვერ ვხედავდი როცა ამას ხო აკუა ფაქტი ჯიუტია ხა მე არ მინდა რომ პიროვნული შეურაცხყოფა მოგაგები ფაქტი ჯიუტია მეტნაკლები პრეტენზია ჩვენ დღეს ვწდებით აი ხა მე მომიწევს ამ შემთხვევაში გადაცემის რეჟისორს მე მივმართე რომ მართვის პუნქტი აიყვანოს საკუთარ ხელში არის მის თქვენი ხმა ბატონებო მიკროფონები გათიშულია ამ შემთხვევაში გვიწევს ექსტრემალურ სიტუაციაში გადაცემის წაყვანა ფაქტიურად შეფასებით ნაწილს ვერ ვაკეთებ მიკროფონები გამორთულია გადაცემის რეჟისორმა აიღო მართვა საკუთარ ხელში გამორიცხულია რომ ესე გაგრძელდეს ეთერი შეფასება და ვამთავრებთ ეთერს ბოჭა მეგონ დაასრულა თავის შეფასება რა არ მოცალეთ ბატონო და ძალიან მოკლედ რა ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ უკვე შეუძლებელია მართლაც ქალაქში შექმნილი სიტუაცია დრამატიზებას არ იტყობს მაგრამ რთულია მე ვფიქრობ რომ ეს სიტუაცია უნდა განემუხტოს უნდა მოწესრიგდეს საკრებულოსაც და მერიასაც უნდა მიეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება ჩვენ ამის მომხრე ვართ თამაზ მარგველაშვილი ალბათ გადაწყვეტილებას მიიღებს სახს და სწორს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმ არანორმალური სიტუაციიდან გამომდინარე რომელიც თავად ხელისუფლებამ შექმნა იმ გაფიცვებით და საბოტაჟის მოწოდებით და რომელიც სახეზე გვაქვს ჩვენ რეალურად ქალაქშიც და აქ თვითონ რადიო ეთერის მიმდებარე ტერიტორიაზე მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი მოწესრიგდება და ძალიან ნორმალურად სხვა პრობლემა რომელიც დგას
ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაცია არ ამყავს ხედველობაში, ფრაქცია ამყავს ხედველობაში და საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრაქცია რომ ჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან და ერთმანეთთან და აი საკადრო საკითხებია თუ ინფრასტრუქტურული საკითხები და იქედან გამომდინარე სარგებელი რომელზეც მართლაც ერთად არიან ორიენტირებული აი ეს უნდა მოისპოს როგორმე ეს არ არგებს ქალაქს მე ვთხოვდი ქალბატონ მანანას აქტიურად როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩაერთოს ამ პროცესში ჯერ ანომალიურია ის მომენტიც როცა ვხედავთ რომ ფრაქციები იქმნება საკრებულოში რომელსაც ქვია მერის მხარდამჭერი საკრებულო თავისთავად არის მერის მაკონტროლებელი ორგანო რომელიც მხარს უნდა უჭერდეს მერიას ყველა სასიკეთო წამოწყებაში მაგრამ ბრმად მხარდამჭერი ფრაქციები რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებათაც აცხადებენ თავს და ქართული ოცნების მხარდამჭერებათაც აი ესაა უკვე ანომალიური და როცა ვხედავთ რომ ერთად სინქრონში ეს ხალხი ხელს წევს ერთობლივად ამ გადაწყვეტილებებზე იქნებ ამის წინაშე იქნებ და უკვე უნდა დავასრულოთ გადაცემის ეს ნაწილი ვადრობოთ ვატნობოთ თუ მაინც მექნება იმისათვის რომ ძალიან მცირე დრო ნუ დავწყები კიდე რომ ბატონ გოჩას მინდა მაინც უპასუხო მე ფიქრობ რომ რა ვიცი არა მთლად ზნეობრივად გამართლებული და არც რაღაც პოლიტიკური ლოგიკური ნუ შევალთ პოლემიკაში ძალიან ხო პარლამენტის წევრი ვარ და მოდი იმიტომ კი არა შენ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყავ მაქვს უფლება რომ ჩემი შეფასება მე პირადულად და პიროვნულად არ გიხები შენ მაგრამ არ არის მთლად ზნეობრივი პოლიტიკური ზნეობრიობას გულისხმობ ის მომენტი როდესაც ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე 2004-დან 2010 თუ 11 წლამდე ამბობს რომ 9 წლის განმავლობაში მოქალაქეებს აფუძნებდნენ სულში. რამდენად გამართლებულია ეგა აი ამისით ვადრობოთ ბატონო გოჩა ვადრობოთ ბატონო გოჩა ვადრობოთ ბატონო გოჩა თუ შეიძლება ხაბატონ მანას მინდა უთხრა ეგეთი რამ რომ ნუ ჯერთი თქვენ ნამდვილად არ გეგადრება და სამარცხვინო არასოდეს არ გახდება საკუთარი პრინციპების, საკუთარი ღირებულებების დაცვა და დღეს მე და ჩემი მეგობრები თუ ვდგავართ იქ სადაც ვიდექით, სხვებისგან განსხვავებით, ეს ხოლმე ერთ რაღაცაზე მეტყველებს. ჩვენთვის პირადად რომ ჩვენ შეგვიძლია იმ პრინციპების დაცვა, რომელიც იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. აქავე მინდა აღვნიშნო რომ მოსაზრება ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებული, რომ მართლ პარტიაში ზოგადად ამ ქალაქში არსებობს განხეთქილება სახეზე იყო დღეს, როდესაც ქალბატონი მანანა ორგანულ ნაწილად პარტიის ვერ მიიჩნევს იმ მართლაც ჩემთვისაც უცნაურ წარმონაქმნებს, რომლებიც ქართული ოცნების სახელით მოქმედებენ საკრებულოში, ასევე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულად არ მიიჩნევს იმ აქციას, სადაც ადამიანებს სწორედ მართველი პარტიის სახელით იწვევდნენ, ჩემთვის ეს რამოდენიმე ტელეფონის სარეთ გახდა ცნობილი სხვადასხვა მეც მიკავშირდებოდნენ და საბოლოო ჯამში რაც მინდა ვთქვა და რაც მინდა განვაცხადო, რენეგატიზმი და მოღალატეობა ყოველთვის იყო დაჟდადი მცნება და ეხლა არ მინდა რაღაც იმაში ძალიან რაღაც განცხადებებში ჩავმერთოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ზნეობრიობა პოვებს ხოლმე რა თავის გამოსავალს. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც მოური არის ხდომა, მოსალოდნელი ნაციონალური მოძრაობა, დაუჭერს თუ არა მხარს თამაზ მარგველაშვილის დუბლობის დაყენება. ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ რენეგატები და უღალატეს თავიანთ ღირებულებებს, საკუთარ პრინციპებს როგორც ჩანს, სწორედ იმ ცნობილი ქართული იგავისა არ იყოს, მგონი ქართული არის არა, ხამურა ქვია სახელად, როდესაც ყოველგვარი ესეთი დასაყრდენის გარშე დარჩა, რაღაც არსება და დაახლოებით, ხო, კრილოვის არის კი ბატონო, და დაახლოებით ეს სიტუაცია გვექნება ალბათ ჩვენ საბოლოო ჯამში, რაც შეეხება სამშაბათის რაღაც ხმაურიან სხდომას, მე მინდა უთხრა ბატონ გოჩას, თუ კი თამაზ მარგველაშვილს ჰქონდა უფლება რომ პერსონალური გადაწყვეტილება მიიღო, თავისი პერსონალური დამოკიდებულების საფუძველზე, მაშინ ამერან ხო ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, პერსონალური გადაწყვეტილების მიღები იყო, მაშინ როდესაც თამაზ მარგველაშვილი გადააყენეს იმ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეობიდან, ჩვენს პარტიაში საკუთარ მაღალია შიდა პარტიული დემოკრატია და მიუხედავად იმისა, რომ მე კიდე ერთხელ ვადასტურებ, ნაციონალური მოძრაობა ეთიშება ყველა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს დღეს და დღესდღეობით ქალაქის საკრებულოში, მე არ გამოვრიცხავ, რომ პარტიის რიგმა წევრებმა რაღაც კონსულტაციების საფუძველზე აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღონ და ბოლო ერთი კითხვა მექნებოდა, თუ ბატონო და ქალბატონო ბატონო გოჩა და ქალბატონო მანანა. ესე ცუდია ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობისთვის ან პატრიოტ ალიანსთან შეკრა, ან ბატონ გოჩას მიმართავ ქალბატონ მანანასთან და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებასთან შეკრა. თქვენ ხო ამდენი ხნის განმავლობაში გაერთიანებული ძალებით და ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მართავდით ქალაქს. თქვენ ხო აი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე პრაქტიკულად აბსურდული ბრალდების საფუძველზე ბესიკ ბრეგაძე ხოლმე მხოლოდ იმის გამო რომ იგი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წარმოადგენელი და გადააკეთეს. იმიტომ რომ სხვა თემაზე გადავიდივართ ხა ასკარად. ვერანაირად ვერ გამოდგება და ბოლოს
მხოლოდ რეპლიკის სახით. არა, ერთი წამი. ამირან ხადარიანი მიიღებს მონაწილეობას და რიგი წევრები თქვენი ფრაქციისა თუ რიგი წევრები მიიღებს გიორგი მონაწილეობას სულ 6-ნი ხართ და რიგი წევრები 2-ზე და 3-ზე მეტია და ვიღად არჩით რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას ქართულ ოცნებასთან ერთად. ამიტომ ჯობია ერთმანეთთან შეთანხმდეთ რომ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთი წამი გუჩა მეაჩვენდი ხელსა ერთი ცნობილი განათქმის პარლამენტში და ქუთაისშიც ეს კარგად ჩანს და ის დაძაბულობა რაც ქალაქში არის გამოწვეული არის სწორედ აი ამ ერთობით არის გამოწვეული. თუ მუჰამედი არ მიდის თასთან თამიდის მუჰამედთან ხო? ჩვენ არავისთან მისვლას არ ვაპირებ თუ ვინმეს მიაჩნია მისაშეწონება ჩვენ თაკობნა თვითონ მოვბრძანდით ჩვენთან იმიტომ რომ რაღაც აღტკინებულ სურვილს ვამჩნევ რომ ერთი ძალაც და მეორე ძალაც იყოს ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე რომ რა სურვილი რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მივიდეს ქართული ოცნება ამ შემთხვევაში სანატრელი ხმების არც შემთხვევაში. რაც შეეხება კიდე ერთხელ მოუწოდებ მოსახლეობას მაინც სიმშვიდისკენ, იმიტომ რომ სიმშვიდე არის ყველაზე დიდი ზნეობრიობა. ამ სიმშვიდეში აუცილებლად ქალაქისათვის საჭირო როტო საკითხი ქალაქისათვის საკეთილდღეოდ გადაწყდება და მოუწოდებ თამაზ მარგველაშვილს კიდევ ერთხელ საკუთარ გულში ჩაიხედოს და მის ოჯახს რა პასუხისმგებლობაც გააჩნია ქალაქის მიმართ, ის გადაწყვეტილება მიიღოს. ყველაზე სწორი ნაბიჯი ეს იქნება. მე მჯერა რომ ბატონი თამაზ მარგველაშვილი მიიღებს მართლაც ქალაქისათვის საჭირო გადაწყვეტილებას იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ხელისუფლებამ თვითონ შექმნა ამ მიტინგების ფონზე და მე ღრმადა ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ თამაზ მარგველაშვილი არ მისცემს საშუალებას კიდევ ერთხელ სახალხოდ ქართული ოცნების ფრაქციებს და ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებს ერთი მიზნისთვის გაერთიანების. გასაგებია. მე მგონი ვიცი ბოლო რეპლიკა და გავდივართ უკარეკ. უფლება მე კი მიმაჩნია და მგონია რომ იმ შემადგენლობის პირობებში რომელთაც დღეს არის ხელისუფლება წარმოქმნილი ქუთაისში ჩვენ ნაკლებად უნდა ველოდოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვან და საჭირო გადაწყვეტილებას მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის რომელიც მხოლოდ ვიწრო პლანური ვიწრო პირადი ინტერესების გარშემო არის გასაგებია დიდი მადლობა ნურცი ოცნებებთ იმ დროზე როცა ნაციონალური მოძრაობა ტრიუმფით შემოbrunდება ეს გამორიცხულია დიდი მადლობა რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას ჩვენ გვიწევს შემაჯამებელ ბლოგზე გასვლა ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმარი იქნება იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი დაგველოდეთ მალე დავბრუნდებით გრძელდება თოქ-შოუ რადიაქცია შემაჯამებელ ბლოგში წარმოგიდგენთ იმერეთის გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს საჯარო პირს რომელიც უნდა მართავდეს ქუთაისის პოლიტიკურ ცხოვრებას რეგიონში შემავალ დანარჩენ 11 რაიონთან ერთად მოგესალმებით ბატონ ზაზა დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობა საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა პრაქტიკულად საპროტესტო აქციის ფონზე სტუმრებს მოუწიათ სირცხვილის დერეფანში შემოსვლა და შემდეგ უკვე სტუდიაში მე მაინტერესებს რა ხდება დღეს ქუთაისში როგორ ფიქრობთ ვინ ვის უპირისპირდება ვინ მართავს ამ კონკრეტულ ქმედებებს ფაქტია რომ ქალაქი ზარალდება დაზარალდა მოსახლეობა და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ის მდგომარეობა რომ ქალაქს არ ყავდეს აღმასრულებელი პირი მოგესალმებით მადლობა მოწვევისათვის თუ შეიძლება რაც კითხვები იყო ალბათ მოგვეცემა საშუალება კი მოგებისახით რომ განმარტო ну პირველ რიგში ეს ორი დღე მართლაც მოსახლეობა დაიღალა ამდენი სამართლებრივი განმარტებები დაიღალა სხვადასხვა მხარეების ერთმანეთის მიმართ ბრალდების წაყენებით და მე მინდა გითხრათ რომ სიმართლე რაც არ უნდა იყოს აქ სამხრივი რაც წინა პერიოდში გამოჩნდა თურმე რომ ქალაქისთვის სიმართლე არის ერთი დღეს ფაქტობრივად არის სერიოზული კრიზისული მდგომარეობა ქალაქში არის გაჩერებული აბსოლუტურად ყველა საფინანსო გადარიცხვები ადმინისტრაციას ამ ორ დღეში უკვე მიადგა ზარალი სადღაც 150,000 ლარის ფარგლებში და კიდე ამის ასე გაგრძელება და ერთი დღე თუ დაემატება ანალოგიურად გაიზრდება ეს ზიანი ორი სიტყვით ვიტყვი მაინც ამ სამართლებრივ ფორმატს და შემდეგ კონკრეტულად ჩემ პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მე უკვე განმარტე ეს ორი დღის წინათ რომ თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილება ბრძანება თავად სამართლებრივი შეფასება შეიძლება გაკეთდეს ესე რომ ეს არის დაუსაბუთებელი ბრძანება და ამავე დროს სამართლებრივად გაუმართავი
და მე ორივე მომენტს განმარტავ, იმიტომ რომ რაღაც კომენტარებით სხვა და სხვა ფორმატით აიტვირთა ეს განმარტება დაუსაბუთებელი იმ მხრივ, რომ რაც შინაარსი და 60-20 ნაწილში არის, ეს არის ის ბრალდება, რომლითაც ბატონი თამაზ მარგველაშვილი თავად იყო გადაყენებული საკრებულოს ხდომაზე საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეობიდან, ანუ რაც შეეხებოდა კონკურსის სამართლებრივად წარმართვას და მეორე სამართლებრივად არ არის გამართული ბრძანება ვინაიდან მიუხედავად იმისა, აქ მე მოვისმინე, მქონდა საშუალება ბატონი გოჩა თევდორაძის განმარტების, მართლაც უნდა დავადასტუროთ, იმიტომ რომ კანონი არის. ესეთ დროს, ანუ ამ ფორმატის გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად, როგორც დანიშნას, ისე განთავისუფლებას. მაგრამ განთავისუფლების წინა პირობაში ზუსტად სამართლებრივად არ არის დაცული ორი ნორმა. ანუ პირველი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული საქმეთა წარმოება, რის საფუძველზეც თავადაც დაადასტურებდა და სამართლებრივი ექსპერტიზა უნდა გაევლო ამ დოკუმენტს, რომ ეს დასაბუთება ყოფილიყო სწორი, ეს არ გაკეთებულა და შესაბამისად ამაზე ემატება კიდე მეორე ფაქტორი დღევანდელ პირობებში და იმ გადაწყვეტილებით რითაც დაინიშნა ბატონი ჩოთა მურღული, ეს იყო კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე. ანუ ორივე ნორმა დარღვეული არის და დარღვეული არის იმ კუთხით, რომ ან კონკურსის შედეგი უნდა გამოცხადებულიყო და ეს იქნებოდა პირდაპირ სამართლებრივი საფუძველი, თუ არა და მაშინ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დასაბუთებული мотиваცია იმისა, თუ რა ბრალობა არის წაყენებული ბატონ ჩოთა მურღულიასადმი. ეს იმდენად ზედაპირული არის, შეიძლება საზოგადოებას ეს იმდენად ასე დეტალები არ აინტერესებდეს, მაგრამ მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ აი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების რეალური შინაარსი. ჩემდა სამწუხაროდ, მე სამწუხაროდ ნიტო ამბობ, რომ ბატონ თამაზ მარგველაშვილს მე წლები ვიცი, რომ ქალაქიდან ბოლო პერიოდში უკვე უშუალო შეხება მომიწია, ვიცი მისი დამოუკიდებლობა ქალაქის მიმართ, ვიცი მისი დამოუკიდებლობა ოჯახის მიმართ და ქალაქის მომავლის მიმართ და სამწუხარო არის ფაქტი, რომ ყველა ამ გადაწყვეტილებების უკან, სადაც ხელმომწერნი თავად არის მხოლოდ დგას სხვა მიზეზები. ეს მიზეზები და ეს სიმართლე რაც მე მინდა თქვა, რა თქმა უნდა, მე რა არის კონკრეტული მიზეზები? ბატონმა შოთა მურღულია მისაუბრა კონკრეტულ სავაჭრო საგნებზე. ჩემი ერთი ნათქვამით ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჩემი სიმართლე არის ყველაზე სიმართლეზე უფრო მაღალი, მაგრამ ყველა წინა პერიოდები, რაც გადაწყვეტილებები იყო, ყოველთვის იქნებოდა ფორმალური საფუძველი თითოეული მერის მოვალეობის შემსრულებლების გადაყენებისათვის, მაგრამ თუ ღმათ ჩავწვდებით შინაარს, სადაც თამაზ მარგველაშვილი ზუსტად უკვე აქ აღარ აქვს ეს პასუხისმგებლობა, ეს ყოველთვის იყო გარკვეული მოთხოვნების არ შესრულება, იმ მოთხოვნების, რომელსაც კონკრეტულ პირთა ჯგუფს აძლევდა ქონებრივ სიკეთეს და უპირატესობას სხვებთან შედარებით. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ხედველობაში ვადნოზაზა პატრიოტთა ალიანსი, მათი ლიდერი, ქუთაისელი ლიდერი გოჩა თევდორაძე, თამაზ მარგველაშვილის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არ აღიქვა საზოგადოებამ, რომ ეს იყო მხოლოდ თამაზ მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე პატრიოტთა ალიანსმა საკმაოდ სერიოზული სამუშაო შეასრულა. წინა ბლოკში ამბობდა კიდეც ბატონი გოჩა, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა დავასრულეთ ქუთაისის საკრებულოში და ჩამოთვალა მთელი რიგი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ცხადია, ძალიან მეამიტური გათვლა უნდა ყოფილიყო იგივე მართველი გუნდისგან ამ შემთხვევაში, რომ მათ შემხოდრი წინადადებები არ იქნებოდა და ისინი რაიმეს არ მოითხოვდნენ. როგორ ფიქრობთ, დაუშვით თუ არა თავიდანვე შეცდომა, როდესაც გარკვეულწილად ქართულმა ოცნებამ გააკეთა დასაყრდენი მოიძია პატრიოტებში და ამ შემთხვევაში აი ამ კონკრეტული ძალით შეეცადა რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. დაუშვით თუ არა მაინც შეცდომა. მე ესე ვთქვი, პირველ რიგში პოლიტიკური რაიმე სახის წარმომადგენელი მე აქ არა ვარ, მე დღეს ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი რეგიონში, შესაბამისად ქართული ოცნების. მაგრამ ყველაზე დიდი პოლიტიკა რეგიონში. ხო, არა, გასაგებია, მაგრამ ეხლა რაც შეეხება შეფასებით მომენტს თუ რა იყო მანამდე, მაშინ წინაპირობითი განმარტება უნდა გავაკეთო. დღეს ეს პრობლემა მოსული არის ალბათ ორი მთავარი მიზეზით. პირველი, ვინც ამას ასრულებს, მისის ზნეობრივი მხარე რამდენად არის დაცული და მეორე, სახელმწიფოს რეგულაციით პირდაპირ ამაში ჩართვა, ეს არის აბსოლუტურად უკანონობა. ჩვენ სამწუხაროდ დღეს ვისჯებით კანონის სწორად აღსრულებით. თორე თავისუფლად შეიძლებოდა, რაც დღეს ახლა ბევრს გონია, რომ აი წინა პერიოდში ეს პრობლემები მალე გვარდებოდა. გვარდებოდა ალბათ იმიტომ, რომ რეგულაციები იყო უფრო იმაზე მაღალი, ვიდრე კანონი ითხოვდა, ანუ ჩართულობა.
და დღეს ჩვენ თუ გვინდა რომ კანონიერად გავაგრძელოთ ხვალ ურთიერთობა და ამ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს რომ კანონიერად უნდა ახსოვდეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ აი ესეთი უარყოფითი შედეგი არის დღეს ქალაქში მაინც არ მიიღებს ჩვენი გუნდი გადაწყვეტილებას რაიმე კანონდარღვევით ქმედებაზე წავიდეს კი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არის იმაზე რომ რამდენად რეგულაციების სურათ ვერ წარმართეთ მაგრამ პასუხისმგებლობა არის იმ პირთა ჯგუფის ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ ზიანზე რაც დღეს ქალაქს ადგება მაგრამ ეს არის თვითმმართველის საკრებულოს გადასაწყვეტი თემა სხვა ჩამორებულობა რასაც ახლა ხშირად ბრალდებებიც ისმის არის იქ ჩავერიეთ ჩარევის შედეგი მაშინ სხვანაირი იქნებოდა და არ იქნებოდა ისეთი როგორიც დღესა ბადნოზაზე აქვე უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ მაგრამ უნდა დაგისვათ ეს შეკითხვა როდესაც კანონთან მიმართებაში არის საუბარი და კანონს აწინააღმდეგო ნაბიჯების ნაკლებად გადადგმაზე ჩვენ ვიხილეთ აქცია და ჩვენ ვნახეთ სამუშაო საათებში ადმინისტრაციული რესურსი ქუჩაში გამოსული ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე მართველი კოალიცია ამ შემთხვევაში ქართული ოცნება რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საბოტაჟისკენ რომ ისინი არ გამოცხადდნენ სამსახურში გამოვიდნენ აქციაზე და შეწყვიტონ მუშაობა ხედავთ თუ არა აქ კანონის დარღვევას და რამდენად ჯდება ეს სამართლებრივ ჩარჩოში ეს ყველაფერი ჩვენთან ნანახი გვაქვს 9 წლის განმავლობაში მოდი ესე ვთქვათ რა ეს ალბათ საუბარია გუშინ წინდელ გამართულ აქციაზე რომელიც დაკავშირებით პირველ რიგში ის რომ გუბერნიიდან ამ ჩამორებულობა ნაკლები იყო და გარკვეულ ქმედებაზე ჩემი მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება იყო ეს არის მაგრამ რამდენად შენ შეძლებ ამ მუხტით აღთქმებულ საზოგადოებას სწორად განუმარტო შენი ქმედება შეზღუდო რაღაც სამართლებრივ ჩარჩოდან გამომდინარე მე პირდაპირ გეუბნებით ამის რეგულაციაში ნამდვილად აღარ მივიღე მონაწილეობა იმიტომ რომ ერთი მიზეზის გამო ეს იყო ქალაქში მოქალაქის პროტესტის გამოხატვა და ეს არ იყო საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანიც ამ ქალაქის მოქალაქეა მე ესე ვიტყოდი თუმცა იძულებული ვარ ჩემივე კანონის მორჩილებიდან გამომდინარე დაგეთანხმოთ იმაზე რომ სამუშაო პერიოდის განმავლობაში მისი სამუშაო როგორ რეგულირდებოდა ხო მისი შესასრულებელი სამუშაო მაგრამ მე ვფიქრობ რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქეებს მე იმ პასუხისმგებლობას ვსაუბრობდი რაც ჩემი გასაკეთებია მაგრამ მოქალაქეების მხრიდან ის ფორს-მაჟორი რაც რეალურად შეიქმნა ქალაქში ალბათ მორალურ უფლებას აძლევდათ რაღაც ფორმით არ შესრულებია თავიანთი პირდაპირ ვალდებულება და გამოეხატათ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალდებულება და გამოიყენებინათ ეს უფლება გასაკეთებია აი ლოგიკურად მივდივართ იმ აზრამდე რომელიც უკავშირდება უკვე თქვენ ისევე როგორც ბატონო შოთა მურღულიამ განაცხადეთ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში რომ ეს არის გარკვეული ვიწრო პარტიული ინტერესების დაჯგუფება რომელიც ქმნის მსგავს პრობლემებს მე მაინტერესებს მართველ გუნდს ხელისუფლებაში მოსულ ძალას როგორ უქმნის ან რატომ აქმნევინებს ამ შემთხვევაში მართველი ძალა იმ დისკომფორტს რომ შეუძლია ერთ დღეს მიიღოს გადაწყვეტილება ამ ვიწრო პარტიული დაჯგუფების წარმომადგენლებმა და ქალაქი დატოვონ აღმასრულებელის გარეშე ქალაქში შეაჩერონ გადარიცხვები ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიადგეს საკმაოდ სოლიდური ზიანი ქალაქს და მის მოსახლეობას იქნება ახსნათ მაშინ ეს მომენტი რასთან გვაქვს საქმე ფაქტობრივად მაგის წინაპირობა გავაკეთე მაგას ამის არის კანონის ორი ასრულება ამ საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ არის საკრებულოს აბსოლუტური პრეროგატივა რამდენად ჩვენ უნდა ჩართულიყავით ამ მიგვეღო მონაწილეობა ამ რეგულაციებში მე პირდაპირ გეუბნებით რომ პირდაპირ კანონით ესე არ არის სამართალი მარტო კანონის სამართალი არ არის სამართალი სამართლიანობაც არის და როდესაც მეორე მხარეც რაღაც გადაწყვეტილებას ღებულობს მე კიდევ ერთხელ ვამბობ კონკრეტული პასუხისმგებლობა აქ ბატონმა გოჩამ განაცხადა რომ ადამიანი არ უნდა მიიყვანო რომ მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება კეთდება აქცენტირება მართველი გუნდის მე ამ კუთხით მიყავდა ეს მოდი ესე ვთქვათ ეხლა თუ მოვისმენთ ჩვენ ორ მხარეს ორივე მხარე ცალკე გამოდიან ერთ-ერთი ბრალდებით და ჩემდა გასაუცრად არ ამიტომ რომ შინაარსის მანამდეც ვიცოდი ორივეს რატომღაც თანხმდრი ერთი და იგივე აზრია ანუ ორივე ბრალეულობა ის რომ მართველი გუნდი ცდილობს რომელიმესთან ალიანსში შესვლას და ამით მიაღწევს თავის სასურველ შედეგს თემა იმისა რომ საკრებულო რაც არჩეული არის ეს დე ფაქტო არის და სამართლებრივად ასეთი არის
საკითხი იქ თუ ვინ რა პოლიტიკურ მიმართულებას აიღებს. ეს მათი პირადი გადასაწყვეტი არის. უბრალოდ ჩვენი მხრიდან იყო მხოლოდ ერთი თხოვნა. ეს ყოფილიყო სახელმწიფო საჯარო მოხელის პოზიციის გამოხატვა. სახელმწიფო არ ნიშნავს პირდაპირ მართული გუნდობას. მე მინდა სწორად გამიგოთ ეს, იმიტომ რომ ყველა იმ ხალხს თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისათვის. თუ ეს თემა ასეთი კრიზისული იყო, ამისთვის არსებობს საკრებულო, ამისთვის არსებობს საკრებულოს ტრიბუნა. და ალბათ ჩვენ ნელ-ნელა შევეჩვევით, რომ ოპოზიციას და პოზიციას თანაბრად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და შეეჩვევიან, რომ პოლემიკა და პოლიტიკური ოპონირება გაწიონ იქ, სადაც სამართლებრივი ამის ჩარჩოებია და ეს არ გამოიტანონ იქ, სადაც ქალაქს აზიანებს. და ამის პასუხისმგებლობა იმ ნაწილში, რომ რატო ვერ უზრუნველყავით, მარტივად გეუბნებით, იმიტომ რომ კანონი რის საშუალებაც იძლეოდა იმ ფარგლებში ეს გარკვეულწილად სტაბილურად იყო შენარჩუნებული და ცეხნის ფრაზა ვეღარ დავასრულე. თითქოს ბატონი თამაზის პირადი გადაწყვეტილება იყო ეს, მხოლოდ იმისათვის, რომ საკრებულოს რიგი დეპუტატის ჯგუფმა ინიცირება გაწია, მისი შეიტა ინიცირებით შევიდა საკრებულოს თავმჯდომარეს გადაყენების მოთხოვნით. და ადამიანი აქამდე არ უნდა მიიყვანოთ, რაზე არ უნდა მისულიყო ბატონი თამაზი, თუ კი ეს მართლა მისი პირადი გადაწყვეტილება, რომ 5 დღით ადრე, ანუ რა გამოდის, 5 დღით ადრე მერიის გადაყენების საფუძველი არასამართლებრივი იყო, არაფაქტობრივი, არამედ ის, რომ 5 დღის შემდეგ საკრებულოს ხტომაზე საშიშროება იყო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების, აბსოლუტურად თავადვე გააკეთეს ლუსტრაცია რეალური საფუძველის რაც იყო ამ გადაწყვეტილებაში. თუმცა მე კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ არის მარტო ბატონი თამაზის პირდაპირ გადაწყვეტილება, ანუ შინაარს პირდაპირ გამოიკვეთა. ეს არის ზუსტად ის შესაძლო საფრთხის მიღების სანაცვლოდ 5 დღით ადრე გადაწყვეტილების მიღება და ქალაქისათვის ამხელა ზიანის მოტანა და ვეღარ დავასრულე ყველა ის წინა გადაწყვეტილებები, რაც წინაპირობად იყო ყველა მერის მოვალეობის შეცვლასთან დაკავშირებით, ეს იყო ზუსტად ეს, სადღაც ეს უპირატესი ქონებრივი ინტერესის არ მიღების საფრთხე დგებოდა, იქვე ღებულობდნენ გადაწყვეტილებას და კანონი იძლევა ამის საშუალებას. ეხლა რამდენად შენ ადამიანი სამართლიანობით გაიგებ და ზნეობრივად დაიცავ, მითო ხარ შენ ქალაქის პირველი პირი და პასუხისმგებელი, რომ ეს პასუხისმგებლობა თანაბრად გაიზიარო, როგორც მოქალაქემ და როგორაც საამბობების პირმა. კონკრეტულ შემთხვევაშიც იგივე იყო. აქ იყო ორი ინტერესთა მომენტი. ერთი ის, რომ საფრთხის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო და მე ცოტა ამას დეტალურად გამარტო, მე აქ არ მინდა პარტიული სპექტრით იყოს ეს განხილული. და მეორე ის, რომ ბატონი შოთა მურღულია თავისი, მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური მმართველობით და შედეგობრივი პოზიციებით, რაც ამ 2 თვე ნახევრის განმავლობაში ქალაქში წარმოჩნდა, გახდა მათთვის აბსოლუტურად უკვე სხვა ველზე საფრთხო მოთამაშე პირი. და ზუსტად ხელწერა არის იგივე. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს იმ დაპირისპირების შედეგია, რომელიც არსებობს იმერეთის გუბერნატორსა და არსებობდა მერის მოვალეობის შემსრულებელს შორის, რამდენად იზიარებთ ამ შეფასებას და როგორ ფიქრობთ, რა მიცა ამ ვერსიას არსებობის უფლება და რატო აკეთებს ამაზე აპელირებას ნაციონალური მოძრაობა? ეს ამ 2 დღის განმავლობაში იმდენი ვერსია მოვისმენე, რომ საფუძველიც კი ძნელია მოძებნო ადამიანმა, იმიტომ რომ ლოგიკაც ხონდა იყოს რაღაც გადაწყვეტილებაში და რაღაც ინფორმაციაში. პირდაპირ და კიდევ ერთხელ უნდა განაცხადო, იძულებული ვარ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ამან იმდენად მოიკიდა ფეხი და იმდენად მუსირებს ეს აზრი, რომ თითქოს ესე არის. ეხლა ნაციონალებიდან იყო გარკვეულწილად ბრალდება იმისა, რომ ამ დაპირისპირების ფონზე თურმე მე და გოჩა თევდორაძე მივიღეთ გადაწყვეტილება იმისა, რომ თითქოს ჩემთვის არასასურველი შოთა მურღულიასთვის დაწყებული იყო ეს კომპანია. პატრიოტებისგან ითქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ნაციონალური მოძრაობისა და სახელმწიფო გუნდ შორის მოხდა შეთანხმება და ამით თამაზ მარგველაშვილს გადააყენებდნენ. ამდენი იწილობი ეხა ეს ადამიანური ენდროისა უბრალოდ დაიღალა საზოგადოება და როგორც პიროვნება, როგორც თანამდებობის პირი, მარტივად გეიმართავთ იმას, რომ მე და შოთა მურღულია ვართ ერთი გუნდის წევრი. ერთი ინტერესით და ეს ინტერესი არის მხოლოდ ის, ახლა ხშირად არის სიტყვა რატო გამოვიყენე ინტერესი, რაღაც კლანური ინტერესი. სად არის რა ფორმატის კლანური ინტერესი უნდა წარმოშობილიყო 2 თვე ნახევრის განმავლობაში, ალბათ ყველას პრობლემა აქვს იმისა, რომ თავის არსული ბოლომდე ვერ დაუიწყია. ჩვენი ინტერესი არის ერთი, რაც შეიძლება მეტი ვიშრომო და რაც შეიძლება მეტი შედეგი მოვიდეს ამ ქალაქისათვის. იმიტომ რომ მარტო დაპირებებით და მე პირველ დროსაც გაგიცხადეთ, არანაირ დაპირების მომცემი არა ვარ. ჩვენ გვაქვს ერთი მხოლოდ სურვილი. მოგვეცეს, მიეცეს კონკრეტულ შემთხვევაში ახლა ქუთაისის თვითმმართველობას, შესაბამისად მეც საფინანსო ეკონომიკური აღმასრულებელი გუნდის წევრი ვარ აქ. მოგვეცეს ჩვენ
ჩვენ საშუალება ის რაც ცენტრალურ ხელისუფლებამ გამოყო დაფინანსებით და გუშინაც განაცხადე ცოტა არ არის ეს თან 256 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა წყაროებიდან. მოგვეცეს იმის საშუალება რომ ეს ჩატარდეს მართლაც ყველა პირადი ინტერესის გამორიცხვის ფონზე. აქ ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ ხედავენ რომ ჩვენთან ერთად, აი ჩვენთან ურთიერთობაში ეს ინტერესები უკვე აღარ იქნება. კარგავენ ამ ინტერესებს, კარგავენ ამ ველს და ამის სანაცვლოდ მედია აბსოლუტურად გაუმართლებელ შემთხვევაში ბატონი შოთა აცხადებს რომ აქ კეთილნებაზეა დამოკიდებული. პირველი ვარიანტი ეს რომ სამართლებრივად იდაონ იმ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. მეორე ვერსია ეს არის, რომ თამაზ მარგველაშვილმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დაკავებული თანამდებობა დატოვოს. ან მესამე ვარიანტი ამ შემთხვევაში რჩება ის სიტუაცია, როდესაც საკრებულოს უმრავლესობამ კენჭი უნდა უყაროს მისთვის უნდობლობის საკითხის დაყენებას. როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები? ფაქტობრივად კითხვაში პასუხი გაქვთ უკვე. რეალურად ეს არის სამი. მაგრამ რომელია ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში? აქ არ არის კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარია ქალაქზე. ფაქტობრივად ამის წინაპირობა გავაკეთე და ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ალბათ ის იქნება, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ადამიანები რაღაც ემოციის ფონზე დგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც მე ალბათ ჩვენ თვითონაც არ მოგწონს. მე ვიმედოვნებ, რომ ბატონი თამაზ მარგველაშვილს მე არ მაქვს უფლება მოუწოდო მას, იმიტომ რომ არც ჩვევაში არის ეს და არც მით უმეტეს დღევანდელი ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ეს იქნება მართებული. მე ვიმედოვნებ, რომ ბატონ თამაზ მარგველაშვილს ეყოფა უნარი სწორად შეაფასოს დღეს ქალაქში მიმდინარე ძალიან კრიზისული სიტუაცია და აქ ბატონ თამაზ მარგველაშვილი თამდობისათვის მაძიებელ პიროვნებად არ მინდა წარმოვაჩინო საზოგადოებაში, უფრო სხვა შინაარსი არის აქ, ანუ სხვა ინტერესის მორჩილებით დარჩება ქუთაისის საზოგადოებაში და თუ ბატონი თამაზისგან იქნება ეს გადადგმული ნაბიჯი მართლაც უნდა მივესალმო მე თვითონაც, იმიტომ რომ ეს არის რეალური ყველაზე მოკლე გზა დამთავრდეს კრიზისი ქალაქში. რაც მიცემს საშუალებას უმოკლეს ხანში აღდგეს დე ფაქტო დე იურეთ ის რაც დე ფაქტოდ იყო 2 დღის უკან, ანუ შოთა მურღულიას მიეცეს საშუალება გააგრძელოს თავისი საქმიანობა და საკრებულო მიიღოს გადაწყვეტილება ამ დაუსაბუთებელი და უკანონოს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უკანონო მხოლოდ სასამართლომ მინდა იმჯელოს, სამართლებრივად არა გამართული ბრძანებულება თავად გააუქმოს და ბატონი შოთა აღდგეს თავის ძველ ფუნქცია მოვალეობებში. ეს არის ყველაზე მოკლე გზა. ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რა უნდა გავაკეთოთ? ვერც ვერ გავაკეთებთ. კანონი ითხოვს აუცილებლად ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკრებულო, მაშინ კოლეგიალური წესით და იქ გამოხატოს თავისი ნება, რამდენად შეძლებს თამაზ მარგველაშვილი ამ პროცესების შემდეგ წარმართოს ხელმძღვანელობა საკრებულოსი. გასაგებია, თქვენ აცილეთ ერთი პასუხი ჩემ შეკითხვას და ვერ გაგიშვებთ ეთერიდან, რომ არ დაგისვათ ბატონოსასა, დღეს ნანობს თუ არა ქართული ოცნება, რომ თავის დროზე ალიანსი ჰქონდა პატრიოტთა ალიანსთან და გარკვეულწილად მის გადაწყვეტილებებს და მათ ნაბიჯებს ხდებოდა პოლიტიკის განხორციელება ქუთაისში. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს შეცდომა დაშვებული ქართული ოცნებიდან? აქ არის საუბარი, მე მხოლოდ შემიძლია ინფორმაციული შეფასება გავაკეთო, იმიტომ რომ სხვის ქმედებაზე პირდაპირ პასუხისმგებლობას არ არის და მით უმეტეს ეს ფრაქცია ქართული ოცნების საკრებულოში არსებული პრეროგატივაა ვიდრე ეს ლოკალური პოლიტიკა ამ შემთხვევაში და არა ქვეყნის მასშტაბით იყო თუ არა შეცდომა? რაც შეეხება იმ პარიტეტულ ურთიერთობას და ალიანსზე მე ვერ ვიტყვი რომ პატრიოტთა ალიანსის მეშვეობით და ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის შექმნით დაიშალა ნაციონალური პარტიის ის მონოპოლიური სიტუაცია რაც იყო საკრებულოში, ამას ნებისმიერი გარე ობივატელი თანაბრად შეაფასებს. მარტივად მათემატიკურად რო გადაითვალოს არსებული წევრთა რაოდენობა და ფრაქციაში არსებული პირების რაოდენობა. რაც შეეხება მომდევნო განვითარებას, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. მე ვთვლი ესეთ რაღაცას, რომ ალბათ ჩვენ თვითონაც საზოგადოება მომწიფდებით, რომ შევეჩვევით მართლაც თანაცხოვრებას, ოღონდ ყველგან, პოლიტიკაშიც, ცხოვრებაშიც და საფინანსო ეკონომიკურ მეურნეობაში თანაცხოვრებას კარი გაგებით ვამბობ. როდესაც ხელისუფლებაში არის ერთი გუნდი, მისი პასუხისმგებლობა ბევრად მაღალი არის, მაგრამ ვინც არ არის ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობა მისი თანაბარი უნდა იყოს საზოგადოების წინაშე, რომ სწორი კრიტიკით, სწორად წარმოჩინებული იმ თემებით, რაც შეიძლება არასწორად წარმოებს, საზოგადოება მიიღოს იკეთე და არა ურთიერთდაპირისპირებაში გადაეზარდოს ეს ყოველი. და ეხლა აი ჩემ კონკრეტულ შეფასებას
დაწესებას მე გეტყვით და ეხლა მინდოდა ეს მე თქვა, პატრიოტთა ალიანსის პარტია ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. აქ არის პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე, რომელიც ყავდა თქვენ ბატონი გოჩე თევდორაძე და არის პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარეობიდან და არის პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია. ეს პარტიულად სხვადასხვა თემა და მე მანამდეც მომიწია და ყოველთვის ამას ვიმეორებ. ის პროცესები, რაც დღეს მიმართული არის და ჩავთვალოთ, რომ მეორე მხარე ამას თვითავს როგორც ნეგატივს. ეს არ არის პატრიოტთა ალიანსის პარტიის ქმედებაზე და მის სახეზე ქუთაისში, ეს არის არამედ ამ პარტიის ფარს უკანა მოფარებული კერძო პირთა ინტერესის ჯგუფის მიმართ. მარტივად არის რა, ეხლა მინდა უკვე ცოტა ღიად განვაცხადო. თემა იმისა, რომ ამ ქალაქში აღარ იქნება ერთი ჯგუფის კონებრივი ინტერესების დაცულობა, აი ამას პირდები საზოგადოებას. პარალელურად იმისა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კანონიერების ფარგლებში იქნება. იქნებ კიდევ რამოდენიმე დღე დავიცადოთ მაშინ ის ბოლო მესამე ვარიანტი რაც არის, თუმცა მე აპრიორად ვერ ეს გადაწყვეტილება გინდა თუ არა ასე იქნება. აი ეხლა უკვე იქ ყველას უნდა იყოს მართლაც გონერული უნარი იმისა, რომ გადაწყვეტილებას აუწიოს ხელი და აქ ფრაქციული და პარტიული კუთვნილება არაფერ შუაში არ არის. მე ეს ფრაზაც მოვისმინე, რომ ხვადაგიანი პარტიულად და პოზიციურად შეიძლება იყოს ფრაქციის წევრი, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია, მაგრამ პიროვნულად მას ჰქონდა კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებით თავის პირადი დამოკიდებულება, რაც გამოხატა. და ვიმედოვნებ, რომ ანალოგიურად საკრებულოშიც გონერული გადაწყვეტილება. ანუ მომდევნო კვირაც ხმაურიანი იქნება ქუთაისისთვის. დიდი მადლობა, რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას. თოქ-შოუ რადიოაქცია დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენი გუნდი შეეცადა ქალაქის პოლიტიკაში დღეს დასმულდა მოსალოდნელ კითხვებზე. ამომწურავი პასუხი გაეცვა. იმედს ვიტოვებთ, რომ ქუთაისის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის კრიზისული სიტუაცია და კონფლიქტები ამოიწურება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს 14 საათზე. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრის ადგილი რადიო ძველი ქალაქია. კარგად ბრძანდებოდეთ. კვირის მნიშვნელოვანი თემები, ქუთაისის და იმერეთის რეგიონის პოლიტიკური ცხოვრება, განსხვავებული პოზიციები და